ყველა ვინც კი ფეხბურთს თამაშს იწყებდა საქართველოში, ყველა იმაზე უცნებოდა, რომ თბილისის დინამოში ეთამაშა, იმიტომ რომ ერთადერთი გუნდი იყო, რომლის გულშემატკივარი იყო მთელი ქვეყანა რა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული ეგ იყო რა, ჩემთვის რომ აი თბილისის დინამოში გამომიძახეს. ჩვენი თაობა ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თაობა იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ფეხბურთზე ფიქს ვიწყებდით, როცა უკვე მინდორზე გავდიოდი თამაშზე რა. მანამდე სულ პრობლემები და ეს პრობლემები არ თავდებოდა რა. ოლიმპიაკოსი ორჯერ უფრო დიდ ფულს მაძლევდა ვიდრე ნიუკასლი, მაგრამ მე უკვე ისე ვიყავი, რომ ეგეთი შანსი რომ მომეცა, ხო, რაც არ უნდა ფული მიეცათ, შანსი არ იყო რა, რომ უარი მეთქვა იმაზე და გადავედი აი ესე მოვხდი ნიუკასლში რა. ყველაზე მეტად რომელი მწვრთნელისგან გისწავლია, როგორც მწვრთნელს? ყველაზე ბევრი ვისწავლე იმისგან, ვინც ყველაზე ცუდი იყო რა. გამარჯობათ, მოგესალმებით ხალხო. დღეს სპეციფიური სტუმარი მყავს, სპეციფიური გადაცემა გვექნება და ეს გადაცემა არ იქნება მხოლოდ საქართველოს ისტორიაზე. თემურ ქეცბაია, ჩემი სტუმარი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი და მე მარტო საქართველოს ისტორიაზე არ ვკითხავ, წინასწარ მინდა გავაფრთხილოთ ჩვენი მაყურებელი, იმიტომ რომ საფეხბურთო კითხვებიც მაქვს, ძლივს მომეცა შანსი, რომ ასეთი ადამიანი იყოს ჩემი სტუმარი, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ხანი მინდოდა საუბარი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე მისი გაცნობა და დღეს ეს გადაცემა შედგა. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სტუმარი. მოგესალმებით, მეც მიხარია, რომ გიყურებ ისე TikTok-ში და იმებში და მიხარია, რომ მეც მომეცა იმის საშუალება, რომ ერთად პირისპირ დავიძე და ესე ვილაპარაკოთ მართლა იმ პრობლემებზე, იმ საქმეზე, რა საქმეს, რა საქმესაც ჩვენ ვაკეთებთ და რა ვიცი, იმედია, რომ კარგი ის გამოგვივა, რა ქვია, ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივა. ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით, როგორც საქართველოს საფეხბურთო ისტორიაზე, ისე უშუალოდ ფეხბურთზე, როგორც თამაშზე და როგორც სპორტის სახეობაზე. მოდი შორიდან დავიწყოთ ჩვენი საუბარი. თქვენ აფხაზეთიდან ხართ, გალიდან. და გითამაშიათ გალშიც ფეხბურთი და გითამაშიათ სოხუმის დინამოშიც ფეხბურთი. თქვენი საფეხბურთო კარიერა ასე იწყება, რომ შევხედოთ. მე მინდა გკითხოთ, რა იყო აფხაზეთის და სამეგრელოს, რადგანაც სამეგრელოს შვილებიც ვართ ასე ორივე, როლი ქართულ საბჭოთა ფეხბურთში, საიდანაც იწყება შენი საფეხბურთო კარიერა და რა სკოლა ქონდა ისეთი ამ კუთხეებს, სამეგრელოს და აფხაზეთს, ასე რომ შევხედოთ, რაღაც ერთიანობაში მაინც ამას, ან მათ შორის თუნდაც განსხვავებებზე ვილაპარაკოთ, რის გამოც ისინი ყოველთვის იყვნენ საქართველოს დინამოს შემადგენლობაში, ან სამეგრელოდან, ან აფხაზეთიდან ვიღაც აუცილებლად იყო. თან ვიღაც იყო ტოპ დონეზე. ხო, ნუ არა მარტო იყვნენ შემადგენლობაში, იყვნენ წამყვანი ფეხბურთელები თბილისის დინამოს რა. მე მგონი, რომ ეხლაც ესე მგონია, რომ დღეს რო აი სიტუაციაც არის ქართულ ფეხბურთში, ხო? ეს ძალიან დიდი დანაკლისია, რომ აფხაზეთიდან უკვე ფეხბურთელები არ მოდიან რა. პრინციპში მე გალში დავიბადე, იქ დავიწყე ფეხბურთის თამაში. იურა ბიბლაია იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. მე სოხუმის დინამოში ვითამაშე ერთი წელიწადი, მაგრამ მანამდე მე-7 კლასიდან თბილისში ჩამომიყვანა მამაჩემმა სპორტულ სკოლა ინტერნატში, იქ ვსწავლობდი. ინტერნატი, სადაც იმის გარდა რომ ფეხბურთი იყო, სხვა დანარჩენი სპორტიც იყო რა, მარტო ფეხბურთელები არ ვიყავით. იქ მომიწია 4 წელიწადი სწავლა და უკვე მე-11 კლასში ვიყავი, რომ გადავედი, რა ქვია, სოხუმის დინამოში 1 წელიწადი ვითამაშე. ნუ იქ იმის გარდა რომ ჩვენ ქართველები, აფხაზები ჩვენი ძმებიც თამაშობდნენ ჩვენთან ერთად, პრინციპში მაშინ სოხუმის დინამო მეორე ლიგას თამაშობდა, საბჭოთა კავშირის პირველობის. ხო და ნუ მომეცა იმის შანსი, რომ სანამ თბილისის დინამოში მოვხვდებოდი, რაღაცა ის გამევლო რა, რაღაც უფრო
იმ საქართველოს პირველობაზე უკეთეს ჩემპიონატში მეთამაშა, როგორც იყო საბჭოთა კავშირის მეორე ლიგა რა. ნუ რაც შეეხება იმას, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა აფხაზეთიდან სამეგრელოდან წამოსულმა ფეხბურთელებმა თბილისის დინამოში რა. ეხლა ალბათ ერთ-ერთი ის დანაკლის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ქართულ ფეხბურთში, ალბათ ესეც არის, რომ აფხაზეთიდან უკვე ჩვენ გუნდები არ ავყავს უმაღლეს ლიგაში, აფხაზეთიდან უკვე ფეხბურთელები არ მოდიან, თვითონ პირობები არ არის, იმის პირობები, რომ ახლა პირობები, რომ აი ფეხბურთზე იფიქრო და ფეხბურთი ითამაშო რა, იქ სხვა პრობლემები. მაშინ რა დამოკიდებულება არსებობდა ქართულ და აფხაზ ფეხბურთელებს შორის, აი თუნდაც ძალიან კარგი, არანაირი პრობლემა არ ქონია ჩვენ მე მყავდა სოხუმის დინამოში ძალიან ბევრი აფხაზი ფეხბურთელები, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგათთანაც ერთად თბილისის დინამოშიც მითამაშია. ესე რომ ჩვენ არანაირი მაშინ არ მიგძნია, ხო აი დავასწრებ შენ კითხვას, არ მიგძნია ის, რომ მე ქართველი ვარ, ის აფხაზია და რაღაც რაირი ჩვენ ერთმანეთში რაღაცა პრობლემა გვაქვს რა. თქვენ 87 წელს გადმოდიხართ დინამოში. და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობთ. აქ ამის მერე თითქმის ამდენი 3 სეზონის განმავლობაში თუ სწორად მახსოვს ხართ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. მინდა რომ თქვენი თვალით დანახული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მომიყვეთ, იმიტომ რომ შეიძლება არის სპეკულირება რა დონე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. თქვენ ბევრ ჩემპიონატებში გითამაშიათ, მათ შორის ერთ-ერთ დღევანდელიც ალბათ საუკეთესო ჩემპიონატი პრემიერ ლიგაში. მაშინ შეიძლება პრემიერ ლიგა არ იყო პირველი და ვიღაცის აზრით სერია იყო პირველი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენთვის სერიას წინააღმდეგაც გითამაშიათ და ყველა ჩემპიონატის დონე იცით დაახლოებით რა ყოფილა. რა იერარქიაში ჩასვამდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს იმ 3 სეზონის განმავლობაში, სადაც თქვენ თამაშობდით იმ გამოცდილებით? მე ვფიქრობ, რომ პირველ ხუთეულში იქნებოდა ევროპის ძალიან ძნელი და ძალიან ისეთი ჩემპიონატი იყო, ძალიან ძლიერი ჩემპიონატი იყო. წარმოიდგინეთ, ეხლა აზერბაიჯანს ერთი გუნდი ყავდა, საქართველოს ერთი გუნდი ყავდა, ყაზახისტანს ერთი გუნდი ყავდა, სომხებს ერთი გუნდი ყავდა. უკრაინიდან იყო, რა ქვია, 3 გუნდი, რუსეთიდან 4-5 გუნდი რა. ახლა წარმოიდგინეთ რამხელა ჩემპიონატი, რა დონის ჩემპიონატი იყო რა და ახლა თუ საბჭოთა კავშირს გავაერთიანებთ, ეს ევროპაზე უფრო დიდი ქვეყანა არის და ახლა პრინციპში ჩვენ ეს თვითონ ეს წყობა რო არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის და ესეთი სიტუაცია რო ყოფილიყო, რა სიტუაციაც ახლა ჩვენთან არის, ჩვენ ერთად ვეთამაშე ერთი ჩემპიონატი, ხო? უფრო მეტი მიღწევები ექნებოდა, მე ვფიქრობ, რომ იმას რა ქვია, ევროტურნირებზე საბჭოთა კავშირიდან მოთამაშე გუნდებს ვიდრე ჰქონდათ რა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ თასები მოიგო, ერთი თბილისის დინამომ და ორი კიევის დინამომ რა და კიდევ რაღაცა ნახევარფინალში წარმატებული იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. არ ვიტყოდი ისე, მაგრამ ახლა წარმოიდგინე რამხელა დონის ფეხბურთელები იყვნენ თბილისის დინამოში, კიევის დინამოში, სპარტაკში, დინამო მოსკოვში. აქვე შახტიორი იყო თუ დნეპრი იყო თუ რა ვიცი ლოკომოტივი თუ CSKA თუ რა იგივე აქვე მას არარატი ისეთი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ამ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ყოველთვის ყავდა 2-3 ფეხბურთელი მინიმუმ და პლუს კიდე გუნდის კაპიტანი იყო ქართველი ყოველთვის რა. მე ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირის პირველობა მეც ძალიან ბევრი იმაში დამეხმარა, რომ აი რაღაცა უკვე იქიდანაც წასულმა რაღაცის იმისთვის მიმეღწია რა, იმას რასაც მივაღწია რა. მომიწია აქედან წასვლა კიპრზე, სადაც კიპრის ჩემპიონატი არ იყო პროფესიონალური ჩემპიონატი, იყო მოყვარულების ჩემპიონატი. ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე. და ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე. წარმოიდგინე, იქიდან მომიწია მე საბერძნეთის წასვლა და საბერძნეთიდან მე კიდე ინგლისში პრემიერ ლიგის გუნდში თამაში რა. ახლა როცა მე ინგლისში მოვხდი 29 წლის ვიყავი. აი დღევანდელ სიტუაციაში ხო შეიძლება და მე 20 წლის უკვე მოვხვედილიყავი ისეთ გუნდში, როგორც 29 წლის ასაკში მოვხდი. აი როგორც დავუშვათ თბილისის დინამოდან წავიდე ახლა ნიუკასლში ის აქია სალია. აი დინამოში როცა გადმოხვედით სოხუმიდან, აი რა იყო განსხვავებული? პირველი განსხვავება, რომელიც რითაც დინამო განსხვავდებოდა სხვა ქართული გუნდებისგან, რა იყო?
ნუ მაშინ თბილისის დინამო იყო, სხვა ქართული გუნდები აღარ იყო, ანუ უკვე იყო იქ ლანჩხუთის გურია და ქუთაისის ტორპედო, მაგრამ ანუ ახლა გუნდი მარტო თბილისის დინამო. ყველა ვინც კი ფეხბურთს თამაშს იწყებდა საქართველოში, ყველა იმაზე უცნაურდა, რომ თბილისის დინამოში ეთამაშა, იმიტომ რომ ერთადერთი გუნდი იყო, რომლის გულშემატკივარი იყო მთელი ქვეყანა რა. მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. ისე არ არის ახლა როგორც ახლა არის, რომ ახლა უკვე დაიყო, ახლა თბილისის დინამოს იმდენი გულშემატკივარი არ აყავს, ვიდრე სხვა რაიონებში მოთამაშე გუნდებს რა და ახლა რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ნომერ პირველი мотиваცია ის იყო, რომ ფეხბურთის თამაში მინდოდა რომ მეთამაშა თბილისის დინამოში და მე მახსოვს ის მომენტი, რომ როცა მე თბილისის დინამოში გამომიძახეს, მაშინ სოხუმის დინამო ვიყავით წასული ეთიოპიაში რა. იქ რაღაცა იმით სეზონის მერე დამთავრდა სეზონი და გაგვიშვეს ეთიოპიაში რაღაც თამაშები ვითამაშეთ, იმიტომ რომ რაღაც კავშირი ქონდა საბჭოთა კავშირს და ეთიოპიას და ნუ იქ შევხვდით ამ აქვე იმას ხელმძღვანელობას ვინც იქ იყო მაშინ ეთიოპიაში და რაღაც ამხანაგური თამაშებიც გაგვიკეთეს და მე გამომიძახეს და ვერ ჩამოვედი პირველი დღიდან თბილისის დინამოში, მე რო ჩამოვედი მითხეს ეს და ეს გამოგიძახეს და ეგრევე წამოვედი თბილისში რა. ნუ ხეთ წამოვიდგინე ჩემთვის ამხელა мотиваცია და ამ ადონის სიხარული იყო რომ აი თბილისის დინამოში გამომიძახეს რა. და მაშინ მატარებელი ადრე ჩადიოდა რა ქვია იმას თბილისში ჩამოდიოდა რა და 7 საათზე მივედი ბაზაზე და სუმკით ვიდექი გარეთ სანამ ვიღაც არ მოვიდა და არ მეტყოდა რომ შემოსულიყავი რა და ამ დროს ვიხედები შეგნით და ამხელა დონის ფეხბურთელები როგორც ოთარ აგაბელია, ჩივაძე, სულაკველიძე, შენგელია, ცავა, ნუ რა ვიცი, სვანაძე, კაკელაშვილი და ნუ რავი ყველა ვინც კი 91-ის დინამოსთან უმეტესობა ფეხბურთელები აქ არიან, რომელსაც უყურებდი და აი ესეთი ამხელა სიხარული მომიტანეს მე და მთელ ქართულ ხალხს, ქართულ გულშემატკივარს და ნუ სანამ ცხონებული კახი ასათიანი არ მოვიდა ბაზაზე, მანამდე გარეთ ვიდექი, ნუ კითხა ვინახარ, ნუ მე ვთხარი ეს და ესე გამომიძახეს ქეცბაევა რაღაცაო და რატო დაიგვიანიოდა მე ვთხარი ეთიოპიაში ვიყავით წასული და ახლა ჩამოვედი მეთქი გუშინ და უკვე მეორე დღეს აქ ვიყავ რა. ხო და ავიც ჩემთვის ავიცი ეს იყო ალბათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული ეგ იყო რა ჩემთვის რომ აი დინამოში გამომიძახეს. მართლა გეუბნები მთელი ცხოვრება უკვე 56 წლის კაცი ვარ და აი მაგაზე მნიშვნელოვანი და მაგაზე კარგი არაფერი ნუ ახლა მე ვიძახი ფეხბურთში რა. ახლა ცხოვრებაში ფეხბურთში არაფერი არ ყოფილა რა. და იმაზე უკეთესი რაც ახლა მე იქ ნიუკასში რომ მოვხვდი და რაღაცა ხო ვაზ ახლა ამხელა გუნდში და ამხელა დონის ჩემპიონატი მაქვს მოთამაშები რა. იცი რა მაინტერესებს ამ პერიოდში კახი ასათიანი ერთი რამდენიმე წელია ცოტა ხანია მწვრთნელი და მე ზონინი ჩამოდის. მე მაინტერესებს რატომ გჭირდება ქართველებს ამ დროს სხვა ქვეყნიდან სპეციალისტის ჩამოყვანა და რა ჩამოაქვს, რა ცოდნა ჩამოაქვს ამ კაცს განსხვავებული ქართველი მწვრთნელებისგან. შენ დაკვირვებით, მათ შორის როგორც დღევანდელი მწვრთნელს ისე გიკითხებია. ნუ თავიდან მაგ დროს ეს სხვა ქვეყანა არ იყო რა. ერთი ქვეყანა იყო რა, საბჭოთა კავშირი იყო რა. და მე ნუ ალბათ რაღაც გამოცდილება ჰქონდა იმ ზონის, ახლა ისე არ ჩამოუყვანიათ რა ქვია იმას. მიუხედავად იმისა, რომ ეგეც დიდი ხანი არ გაჩერებულა გუნდში, იმიტომ რომ ეგეც თავიდან ცუდად დაიწყო თბილისის დინამო. კახი მე წავიდა ასათიანი გუნდიდან და გამოგვიცხადეს რომ ესე და ესე გერმან სიმეონის ზონინი იქნება თქვენი მსწრელიო. ნუ რომელსაც ჰქონდა გამოცდილება რა, მაგრამ მე მახსოვს ხოლმე რომ ვარჯიშების ჩატარებას აპირებდა ხოლმე რა, ნუ ისეთი რაღაცა დაალაგებდა მთელ მინდორზე რაღაც ამ იმის, რა ქვია, სავარჯიშო იმებს და ჩვენი ვეტერანები, ნუ პრინციპში მაგ დროს უკვე ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე ნუ ბოლო ის იყო, რა ქვია, იმას ან ბოლოს წინა ჩემპიონატი, აი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის თასები მოიგეს ხოლმე, რა ქვია, გერმან სიმეონის რა გვინდა ამდენი ისაო. დავაი იგრა დირდირი არის ორი კარი რა. აღებინებდა ამ ყველაფერს იმას აქვია და ვიდეო და ორი კარის თამაში რა. ნუ
მაშინ ალბათ ავიცი ახლა მე ახლა ისედაც მაშინ იმდენად არ ვიცნობდი ახლოს ახლა რა ქვია სამწნელო იმას გაიგე და ნუ ახლა იმ ხელმძღვანელობა მინც მაშინ გადაწყვიტა და გადაწყვეტილებას ღებულობდა თავრობა და არა სპორტის ისა რა ქვია და თავრობა მიიღო ესეთი გადაწყვეტილება რომ გერმანზონიანი ჩამოეყვანათ რა. არა და UEFA-ზე ცუდად არ გვითამაშია რა. კაი თამაშები ვითამაშეთ. დისციპლინის მოყვარული კაცი იყო გამიგია. კი. არ უყვარდა ქართული თვითშემოქმედება, მაგრამ დისციპლინას აფასებდა. დისციპლინას აფასებდა კი. მე მახსოვს რა ქვია იმას შეკრებაზე ვიყავით დესელიძეში და წამოიდგინა რა. დილით დავდგებოდით აი ესე რა ქვია იმას ხაზზე და უნდა დაგვეთვალა რა. მე ბოლოს გამოდიოდა და ყველანი ვარჯიშზე ვარ და იწყებოდა ვარჯიში რა. მოიც წამოიდგინა საბჭოთა კავშირის დროინდელი ისა რა ქვია იმას მენტალიტეტი და მაშინდელი ისა ახლა ეგეთი რაღაცა რო გააკეთო ალბათ ეგრევე გაგიშვებენ სახში რა. იცით რა მაინტერესებს საქართველოში ზოგადად უცხოელი მწვრთნელების მიმართ სულ არსებობს რაღაცა ტიპის დამოკიდებულება. ნუ ხან კრიტიკული, ხან დასაფასებელი ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში დინამოში ასეთი კაცის ჩამოყვანა წარმატებული იყო იმ პერიოდში, ესე მოინათლა მთავრობის ეს გადაწყვეტილება თუ წარუმატებელი და პლუს გარდა ამისა, რადგანაც თქვენ ახსენეთ, რომ მთავრობა იღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ მთავრობის და ფეხბურთელების ურთიერთობა მაინტერესებს, გუნდის და მთავრობის. ნუ როგორც დამთავრდა სეზონი, ხო? ჩვენთან დავიწყეთ და გასავარდ პოზიციაზე ვიყავით მაშინ და თავარი ის იყო, რომ გუნდი დარჩენილიყო უმაღლეს ლიგაში და UEFA-ზეც კიდევ კარგად ითამაშა გუნდმა. შეიძლება ახლა ეს მწვრთნელი იმ დონის მწვრთნელი არ იყო, მაგრამ თვითონ ამ შედეგებიდან გამომდინარე წარმატებული იყო რა ქვია, სეზონი დამთავრდა ისე კი არა როგორც უნდოდა თავიდან გუნდს, მაგრამ იმ სიტუაციიდან გამომდინარე რა სიტუაციაში იყო და რა რისი გულისთვის შეიცვალა მწვრთნელი, ხო? მწვრთნელმა თავის საქმე გააკეთა და ამიტომ მიეცა იმას იმის საშუალება, რომ მეორე სეზონიც დაეწყო ზონის რა. კარგად გამოვიდა მეორე სეზონი თუ არა? არა, მეორე სეზონიც პრობლემები ჰქონდა და ეგეც წავიდა გუნდიდან რა. ზოგადად რატომ აქვს ამ პერიოდის დინამოს პრობლემა? იმიტომ რომ თავობის ცვლა იყო და ზოგი ისეთი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან, ვისის შეცვლაც ვერ მოხერხდა რა. და ეს გუნდს დაეწყო რა. და რაც შეეხება მწვრთნელებს და იმებს, ნუ ავიცი ახლა ჩვენ ბევრი უცხოელი მწვრთნელი მყავდა საქართველოს ნაკრებსაც, თბილისის დინამოსაც და სხვა გუნდებსაც რა. ზოგმა კარგად გაართო ამ საქმეს თავი, ზოგმა ვერა, ნუ ახლა პრინციპში მთელი სოფლიო, მთელი ევროპა ესე არის რა. ბრაზილიამაც კი მოიყვანა უცხოელი მწვრთნელი წამოიდგინეთ, ბრაზილიამ და ინგლისმა რა. რატო ახლა არ არის პრობლემა რომ უცხოელი მწვრთნელი მოვიდეს, ოღონდ საქმე გააკეთეს და ახლა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ოთის ეს არის რა შედეგს დადება. იმ დროს არის კომუნისტური პარტია. კომუნისტურ პარტიას და მათ ლიდერებს ფეხბურთი აინტერესებთ, ნუ ყოველ შემთხვევაში მაგრამ უყვარდათ ფეხბურთი კი. ნუ უყვარდათ თუ პოლიტიკური მიზნით აინტერესებდათ მე ვგზნობდი რომ ფეხბურთი მაგრა უყვარდათ რა და აი ამ გაგებით ვისთან მოგიწიათ დინამოს ურთიერთობა და როგორ იყო ეს აწყობილი? პარტიაშვილმა დაგვიბარაკა, ცუდად მივდიოდი და იმაზე ვიყავით მთელი გუნდი რა, გამოსული რა ქვია. თავრობაში იმაში ხო. და რა უნდათ? რა მე მაშინ ტრამვირებული ვიყავი, ფეხი მტკიოდა და არ მითამაშე და მახსოვს რომ მე ამაყენეს და მითხეს რა ხდება, რატო არ თამაშობს ქესბაიაო და ხმა ვერ ამოვიღე რა. მოგეუნები რა, ისეთი ის ვიყავი რა ქვია იმას, აი შიში და ის ქონდა რა ქვია, ხმა ვერ ამოვიღე, ვერ ვთქვი რა მჭის რა. და იქ მოსულიყავით იმისთვის რომ გაგეცნოთ ცეკას ხალხი თუ შენიშნა მიგიღოთ რატო თამაშობ ცუდად? რატო თამაშობ ცუდად რა? ნუ დაბარებულები ვიყავით რომ აი ყველა ვიცოდით რომ აი გასალანძღავად მივდიოდით რა. ვინ ესწრებოდა ამ იმას რა ქვია იქიდან ცეკას მხრიდან? პარტიაშვილი ვარ. მაშინ პირველი კაცი იყო რა. და რა თქვა, აი რომ შეგხვდათ ფეხბურთელებს? რა თქვა, ყვირილი იყო, რატო თამაშობ ესე ცუდად, რატო მიდის გუნდი ესე ცუდად, რატო ვერ ვიგებ თამაშებს და ანუ აი ეს იყო რა, მთელი ისა რა ქვია.
თქვენ რა უპასუხეთ, ანუ თქვენ ახლა გასაგებია მე ჭოსტელმა რა უპასუხა გუნდის ხმა არავის არ ამოუღია, როგორც მახსოვს, ხმა არავის არ ამოუღია რა, ვაგინეს გაგულანძღეს და გამოგვიშენს რა, ეგ იყო რა, მეტი არაფერი. და ეს ერთხელ მოხდა, მარტო თუ პერმანენტულად ხდებოდა სხვადასხვა მე შემადგენლობა. ერთხელ მახსოვს რა. ნუ პრინციპში მე უკვე ნელ-ნელა უკვე ეს გადავიდა რა, უკვე ეს უკვე დაიშალა საბჭოთა კავშირი და უკვე ის იყო და ფეხბურთის არავის არ ეცალა. ნუ პრინციპში ფეხბურთის როგორ არ ეცალა, ჩვენ საბჭოთა კავშირის პირველობას თამაშობდით, ხო ეს ახალი მოძრაობა რო დაიწყო და უკვე იშლებოდა საბჭოთა კავშირი და ჩვენ უკვე ჩვენ გზას ვადექით, ყოველთვის თამაშზე მოდიოდნენ და გვაგინებდნენ. ერთხელ იმაში თამაში ვითამაშეთ ვილნიუსში და ჩამოვიდით და ვილნიუსში რა გინდოდა თუ სეცხვილი არ გინდოდა და ყველოდა მთელი სტადიონი რა. ეს რატო? იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის კონჩი საბჭოთა კავშირის პირველობას თამაშობდით რა. ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის პირველობა იყო და ნუ პრინციპში რა სანამ საქართველოს გამოიყოფოდა საბჭოთა კავშირი ჩვენ გამოვეყავით პირველი ფეხბურთი. მერე გამოიყო საქართველოს რა. დანარჩენები მაგრამ გამოყოფამდეც იგინებოდნენ. ნუ იგინებოდნენ, იმიტომ რომ ის მოძრაობა უკვე დაწყებული იყო ეროვნული მოძრაობა და ნუ არ უნდათ რა, რომ ჩვენ გვეთამაშა საბჭოთა კავშირის პირველობა რა. ჩვენ ვიყავით ნომერ პირველი ისა რა ქვია მას. საკუთარი თავი წარმოვიდგინე თქვენს ადგილას, აი პირობითად მე რო ვიყო იმ დროს 20 წლის ბიჭი, რომელიც დინამოში მოხვდა. დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს თამაშობს, საშუალება აქვს ეთამაშოს რავი, სპარტაკს, მოსკოვის დინამოს, კიევის დინამოს, ტორპედო არ ვიცი მაშინ როგორი გუნდია, მაინც და მაინც ერთი არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სხვადასხვა ტოპ გუნდებს. ტორპედოში მქონდა იმის საშუალება, რომ წასულიყავი იქ მეთამაშა, იმასაც გეტყვი რა მოხდა და რა არაფერი თუ კი ბატონო, კი, ეგეც მაინტერესებს. 20 წლის ბიჭი ვარ და უცბად, ჩემს თავზე ქვეყანა ინგრევა, საბჭოთა კავშირი იშლება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იშლება. ამ დროს მოდის გულშემატკივარი და მოედანზე მაგინებს. მე ჩემი საქმის პროფესიონალი ფეხბურთს თამაშობ ზოგადად. მაშინ ამ ხალხს, რომელსაც აი თვალს და ხელშუა პერსპექტივა წაართვეს. ეს ხო თავისთავად ხადია, იმიტომ რომ ალტერნატივის გარეშე, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დაშლა და უცბად იმის თქმა, რომ შენ რომელიც თამაშობ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, მოდი ახლა საქართველოს ჩემპიონატი ითამაშე. აი ძალიან უცნაური ამბავი იქნებოდა. მე მაგალითად ხო იცი ახლა ამხელა დონეზე რო თამაშობ და უცებ გეუბნებიან რაღაც ერთ თვეში, ორ თვეში აი ესეთი სიტუაცია წამოიწყო. სად ახლა საბჭოთა კავშირის პირველობა და სად საქართველოს პირველობა. მაგრამ მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, ხო? ნუ ახლა უკვე მთელი საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მარტო ფეხბურთი კი არ ინგრეოდა. მაგრამ პროსტო ეგ იყო, რომ სხვებმა ჩვენ ეს ყველაფერი დავასწარით ყველას ერთი წლით რა. ჩვენს მერე კიდე ერთი წელი თამაშობდა, მერე დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დისკვალიფიკაცია ქონდა კიდე 2 წელიწადი საქართველოს ევროპის თამაშებს ვერ თამაშობდი, ვერ დამხარაგულდი, ვერ ოფიციალურებს, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს ქონდა მარტო ერთი ადგილი UEFA-ში და სანამ ეს ყველაფერი გაირკვა და სანამ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდი და სანამ რაღაცა, ჩვენ უფლება არ ქონდა რომ არც ნაკრების მაისური და არც კიდე გუნდის იმით ევროპის ტურნირებზე მიგვიღო მონაწილეობა რა. ახლა ეს ხო წამოიდგინე ეს ფეხბურთელისთვის რამხელა მნიშვნელოვანიანი ყოველი წელი ის კი არა რომ 1-2 წელი დაკარგე. წამოიდგინე ახლა მე 1-2 წელი დავკარგეთ და ყველამ რომ ვერ ვითამაშეთ UEFA ტურნირები და პლუს კიდე მე მომიწია კიდე წასვლა კიბზე რა ქვია მას 3 წელიწადი იქ თამაში მოყვარულების იმ ჩემპიონატში რა. ფეხბურთელი რომელიც პირველი ჩემპიონატი რო ჩატარდა საქართველოს პირველობის, საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი რა. წამოიდგინეთ ახლა რომ დაუშვათ ჩემ ადგილას ყოფილიყო კვარა და ნუ რაღაცა მოხდა, დაიშალა საბჭოთა კავშირი და კვარას უთხრეს რომ წადი ახლა შენ ნუ კვარას დონეზე ფეხბურთელი არა ვარ მე, მაგრამ მე ვიძახი რომ ეთქვათ რომ საუკეთესო ფეხბურთელი ვარ ახლა კვარა საუკეთესო და ეთქვათ რომ წადი კიბზე ითამაშე 3 წელიწადი რა. ხოდა აი თვითონ ეს გადასვლითი პერიოდი ძალიან გუნჩი რა რეაქცია, გუნჩი რა ლაპარაკები იყო, აი გუნდია, სადაც ყველას ესმის ეს ზოგადად, ყველას ესმის რომ გაერთიეთია პატრიოტული მოტივები რაღაცა ეს ის, მაგრამ სრული ალტერნატივის გარეშე, უბრალოდ რომ მოდი დავშალოთ რაღაცა და
აქ რაღაცა უცნაურობა დავიწყოთ იმასთან შედარებით. ახლა მე ზოგადად არაფერს არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, უბრალოდ მესმის რა იქნებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და რა იქნებოდა ადამიანისთვის უცბად ფაქტობრივად მეორე ლიგაში თამაში საბჭოთა კავშირის იმასთან შედარებით. გუნდში რა რეაქცია მოყვებოდა ამას და ახალკაცი, ყიფიანი, ეს უდიდესი სახელები, რომელსაც ეს ყველაფერი ესმოდათ, დარწმუნებული ვარ. მათი რეაქცია რა იყო? ან რა ალტერნატივები იხილებოდა ამ დროს? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა როგორც შენ თქვი ხო, ეხლა განსხვავება ძალიან დიდი იყო რა. ის დონე და რა საქართველოს პირველობის დონე, მაგრამ მოგეუბნები უკვე ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. კი, ჩვენ ეხლა მე როგორც ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, მინდოდა მეთამაშო უფრო ძნელ ჩემპიონატში, უფრო უკეთეს ჩემპიონატში, ვიდრე რა ქვია საქართველოს პირველობა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ჩემპიონატი და ერთი ნახევარი ჩემპიონატი რო ქონდა, ეგ იყო ყველაზე კარგი ჩემპიონატი საქართველოს პირველობაზე რა. იმის მერე რა წლები გადის, უფრო ქვევით მიდის და ქვევის მიდის საქართველოს ჩემპიონატი რა. მაშინ თითქმის ყველა ის კარგი ფეხბურთელი, ვინც კი საქართველოში იყო, ყველა საქართველოში იყო და ეს თბილისის დინამოდანაც წავიდნენ ფეხბურთელები და წავიდნენ სხვა გუნდებში, აი იმ გუნდები იგივე ქუთაისის ტორპედო იყო, რა ლანჩხუთის გურია იყო, ბათუმის დინამო იყო, სოხუმის ცხუმი იყო რა და კარგი ჩემპიონატი იყო რა. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ეხლა ამხელა დონის ჩემპიონატს თამაშობენ და უცებ გეტყვიან, რომ მოდი ეხლა ითამაშენ საქართველოს პირველობაო, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ფეხბურთელის განვითარებისთვის იდეალური სიტუაცია, მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ გააკეთებდი. ეს იყო მონაცემი და მე ვაპირებდი წასვლას, აი ტორპედო მოსკოვზე რო გითხარით, დამირეკეს და ჩასული ვიყავი კიდე მოსკოვში, ყველაფერი სახლი, მანქანა, გუნდში ყველანაირი ხელფასი რაღაცა და დამპირდნენ, რომ მან ისეთი სიტუაცია იყო, რომ ერთი წელიწადი უნდა მეთამაშე და დამეხმარებოდნენ იმაში, რომ საუგარი წასულიყავი რა. და იქიდან რო ჩამოვიდი, ტრაპზე დამხდნენ. ტრაპზე დამხდნენ, სად მიდიხარ, რა გინდა ვინ დახვდა ტრაპზე? ნუ გეუბნები რა, ხალხი რომლებიც რომელსაც არ უნდა რომ წავსულიყავე მე რუსეთში რა. ესენი არიან გულშემატკივრები თუ ესენი არიან პოლიტიკური? მე ვიზახი რომ გუნდის ხელმძღვანელობა და საერთოდ სიტუაცია ყველა ესე ფიქრობდა რომ მე არ უნდა წავსულიყავე რა და მე ვთქვი ხარაშო, ნუ არ შეიძლება რა. დავჭი, ნუ ახლა მამ ბავშვი ვიყავი მაშინ 19-20 წლის ბავშვი ვიყავი და ახლა მე ფეხბურთზე ვფიქრობდი და ახლა მე საერთოდ ჩემთვის ეს ნონსენსია რა, ფეხბურთი და პოლიტიკა. შეიძლება ამას რაღაც ისა აქვს, რა ქვია იმას, დიდ დროს თამაშობს, მაგრამ მე მაინც სპორტი, ჩემთვის სპორტი და პოლიტიკა ეს სხვა ის არის რა. როცა მოედანზე დგახარ, პოლიტიკაზე ვერ იფიქრებ. ხო, ნუ რა თქმა უნდა და მე ყოველთვის რო უყურებ რომ პოლიტიკოსები იყენებენ ფეხბურთს, ეს თავიანთი მიზნებისთვის ეს არ მომწონს რა. მე მომწონს ის რომ ქვეყანა ფიქრობს ფეხბურთზე, უყვარს ფეხბურთი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ გაანავითარონ რა ქვია ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი, იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები შენ იმას რომ მითხარი რომ 10%-ს უყვარს რომ საქართველოში ფეხბურთი. მე მგონია რომ 50%-ზე მეტი არის რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ის არის რომ ვერ ხედავენ ამ ფეხბურთს ჩვენთან ქვეყანაში რა. ანუ 10% დიდი ციფრი მგონია. 10 სხვა რაც გინდა ისა იყო 10%-ს არაფერი არ უყვარს. ჭადრაკი არ უყვარს 10%-ს რაღაცა. შეიძლება მეც 10%-ზე მეც საერთოდ სპორტის გაგებაში არ არის და არც უყვარს და არც აინტერესებს რა. მაგრამ 10% ძალიან დიდი ციფრი, ამიტომაც იყენებენ მას პოლიტიკური მიზნებით და ამიტომაც იყენებდნენ კომუნისტებიც და ყველა და ამიტომ ხდებოდნენ თქვენ ტრაპზე და ამიტომ ხდებოდა ეს ამბავი. ხო და ნუ პრინციპში მეც გადავწყვიტე რომ არ წასულიყავ და შემპირდნენ რომ გაგიშვებ საუგარეთო. და საუგარეთ რო წავედი, მე მაშინაც არ იყო ეს რაღაცა მოსკოვში ჩასვლები და იქ რაღაცა უფლება იქიდან ავიღეთ რომ მე კიბზე წავსულიყავი რა. თორე ისე კი არ მოხდარა ეს რომ უკვე შეგვეძლო ჩვენ წავსულიყავი და რომ მითხეს კიბზე მიდიხარო, მე ვთქვი სად არის კიბე, ვარც ვიცოდი რა ხდებოდა და იქაც რო ჩავედი, იქაც ისეთი სიტუაცია დამხვდა, რაც საქართველოში იყო რა. ომი, ახალი დამთავრებული იყო ომი თურქეთსა და ბერძნებს შორის, ნუ კიპრი გაიყო შუაში. ჩემი მეუღლე ფამაგუსტიდან არის და ფამაგუსტა ახლა ისეთი ქალაქია, სადაც არავინ არ ცხოვრობს. მაგრამ იქ
წლები გავიდა, ეხლა უკვე იქ ისეთი სიტუაცია არის, რომ უკვე სად ვინ გადაგიშვებდა იქიდან, ვინ გადმოგიშვებდა რა. მაგრამ ეხლა უკვე საზღვარი გაიხსნა, პასპორტს აჩვენე, მიდიხარ, უყურებ შენ ქონებას, სახლი, კარი, ვიღაცა ცხოვრობს, იქ ვერაფერს ვერ აკეთებ, ბრუნდები უკან და ისინი ყველაფერს იმაშვებიან, რა ქვია. ყველანაირი პრივილეგიები იყენებენ რა, ჩამოდიან, პასპორტს ღებულებენ ევროპის პასპორტს, თურქი, კიპრიოტელები, თავის სახსაც იბრუნებენ, თავის ქონებას იბრუნებენ. ალბათ ეს სიტუაცია არის, ალბათ რომ ალბათ ჩვენთანაც ესე მოხდება რა, გავაკიდე 1-20-30-40 წელიწადი და ნელ-ნელა რაღაც მსგავსებას ხედავთ აფხაზეთის кейსთან. მე მგონი ხო იცი, დრო ყველაფრის კურნალია რა. იქაც მე რო ჩავედი არ წამომედგინა არასოდეს რომ ესეთი სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ გავიდა 40 წელიწადი და აგერა ხალხი მიდის, მოდის. ალბათ კიდევ 10 წელიწადში უკვე ესეთი სიტუაცია იქნება, რომ წახვალ. ეხლა შეგიძლია რომ წავხვიდე და იგი ცხოვრო. არავინ არ წარმოიდგინეთ რამდენი წელიწადი გავიდა, თითქმის 15 წელიწადი გავიდა, რომ ეს სიტუაცია მოხდა და ერთი ინციდენტი არ ყოფილა, რომ ვიღაცასთან რაღაცა იმას ეკნა რა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ხალხს უკვე ის დაავიწყდა, ის ხალხი, ვინც ამ ომში მონაწილეობდა, ეს გამოიარა, ხო ის ხალხი უკვე აღარ არის, უკვე ახალგაზრდობა მოდის და სიტუაცია შეიცვალა და მეც ესე ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაცა ჩვენთანაც ესეთი რაღაცა მოხდება. იმედია, რომ შეიძლება მალე მოხდეს. არ გვინდა რომ კიდევ 1-40 წელიწადი ველოდოთ რა. ხო, ნუ როგორც ჩანს, რაღაცა დრო როცა გადის, ემოციები უფრო ცხრება. ეს ტკივილი უფრო შუშტება, ალბათ, რა ვიცი. ის ხალხი მინიმუმ ვინც კონფლიქტში მონაწილეობს, ერთმანეთს არ ხვდება, ისინი არ არიან და ორი ისეთი ადამიანია, რომელთაც ერთმანეთისთვის არაფერი არ დაუშავებია უკვე. ხო, მეც ყოფილა ბევრჯერ იქით გადასული, გადმოსული რაღაცა ჩემი მეუღლის თავის გილაპარაკია მათთან პირობითად ამ ხალხთან, რომ აი მსგავსი სიტუაციაა საქართველოში. ვიციან რა. და მათი პრინციპში თავიდან რო ჩავედი, ხო, რუს მეძახენ, გორბაჩოვს მეძახდნენ რა. ერთი წელიწადი დამჭირდა იმისათვის, რომ მე თქვა, რომ მე რუსი არ ვარ, მე ვარ ქართველი რა. იმიტომ რომ ხო იცი, ვინც კი საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა, ყველა ეგონათ, რომ რუსი იყო რა. და მე არა ვარ მეთქი რუსი, მე ვარ ქართველი. ერთი წელიწადი აი რუსი ფეხბურთელი გაზეთებში და იმებში რო წერდნენ, რომ ვაცხადებდნენ რაღაცა, ეს რუსი ფეხბურთელი ჩამოვიდა საბჭოთა ფეხბურთელი, გუნდში ყველა გორბაჩოვს მეძახდა, გორბაჩოვი დამარქვა იმან, რა ქვია, მწვრთნელმა რა, იორდანესკუ ყავდა ერთი მაგარი მწვრთნელი, რუმინელი რა. და იმან დამარქვა და იმის მერე ერთი წელიწადი სულ მაგას უჩიჩინებდი, რომ მე არა ვარ რუსი, მე ვარ ქართველი და ბოლოს უკვე გაიგეს რა. რა სიტუაცია იყო. იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ საბჭოთა კავშირის ყველა რუსი იყო რა. წარმოიდგინე რამხელა ჩაკეტილი ის იყო, სივრცე იყო. ჩვენ გვჯერა რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იპოვოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწორი პასუხების დაზეპირება. და ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. იცი რა მაინტერესებს, აი შენ თქვი რომ ისო რა ქვია, შევარდნაძის წკიარ და პატიაშვილის დროს იქ დაგვიბარესო და რა ცეკა სპეციფიური ურთიერთობა ჰქონდა თბილისის დინამოსთან და ახალ მოსულ ეროვნულ ხელისუფლებას რომელთა გამოც პირობითად საბჭოთა კავშირში თამაშზე, ჩემპიონატის თამაშზე უარი თქვით. იმას რა დამოკიდებულება აქვს დინამოსთან? ნუ იმას სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, რა თქმა უნდა, უარყოფითი ის ჰქონდათ რა, დამოკიდებულება ჩვენთან რა. მე რო ეს ყველაფერი მოხდა, ხო პირველი ჩემპიონატი, პირველი თამაში რო ჩატარდა, 100,000 გულშემატკივარი იყო, გზივად გამსახურდია გამოვიდა და სიტყვით და ნუ გახსნა ეს საქართველოს პირველი ჩემპიონატი და ნუ უკვე ნორმალურად წავიდა ყველაფერი, რა ვიცი. თვითონ ამ დროსაც უკვე რამენაირად ან რითი გეხმარებათ, ან რითი ერევა პარტიული ნომენკლატურა დინამოში. თუ უკვე დამოკიდებულ საქართველოში აღარ არის. დამოკიდებულ საქართველოში უკვე ეგეთი რაღაც არ ყოფილა და უკვე იქ მარტო თბილისის დინამოზე არ იყო ლაპარაკი, იქ მთელ გუნდებზე იყო ლაპარაკი და იქ მე იქ ჩვენთან არა მანამდე ხო გეუბნები, მანამდე დადიოდა ხალხი ეს ნაციონალური მოძრაობის ხალხი, რომელიც ეროვნული მოძრაობის ხო
ხალხი რომლებიც გვეუბნებოდნენ, გვიჩიჩინებდნენ, ითამაშებთ, მაგრამ ჩვენ ისინი გვეუბნებოდნენ, ითამაშებთ, აქედან მოდიოდნენ ეს კომუნისტები, გვეუბნებოდნენ, არ ითამაშებთ და დაგიჭერდა, ეხლა მიდი ეხლა შენ და მასეთი წინადებითაც მოდიოდნენ კომუნისტები. არა, გვეუბნებოდნენ, რომ რა თქვენ იმად უსმენ დაანებეთ თავი, თქვენ უნდა ითამაშოთ ფეხბურთით, თორე ეხლა წამოიდგინე, ეხლა კიდო საბჭოთა კავშირი იყო, კიდო კომუნისტები იყვნენ და კიდო ის წყობა იყო და ეხლა მიდი ეხლა და შენ ამათ და ვიღა აქით ჩასავარდი იქით კიდე უფრო უარესი და ესეთ სიტუაციაში ვიყავით და არ იყო ისი რა არის ეხლა კი ეხლა ვიხსენებ სასაცილო იყო მაგრამ მაშინ არ იყო მაგ ძალიან დიდი სტრესი გამოვიარეთ რა ყველა ვინც კი მაშინ თბილისის დინამოში ვიყავით რა იმიტომ რომ მაშინ გაგიჟებული იყო ხალხი მაშინ ხო იცი ამ ეროვნული მოძრაობა ხო იცი აი ფანატიზმი იყო რა და ეს ფანატურად განწყობილი ხალხი რო ბაზაზე მოდიოდა ის კი არ მოდიოდა 2 და 3 კაცი მოდიოდნენ რა ვიცი სავსე და პლუს კიდე აქედან ეს კომუნისტები უკან კომუნისტური წყობა აი ესეთ იმაში ვიყავით რა აი ეს სიტუაციაში არა სიხარულო არა სასიამოვნო სიტუაციაში ვიყავით თითქმის 1 წელიწადი რა ნაკრებში რა ხდება ამ დროს? ახალი შენ ნაკრებში ხარ მისი დაფუძნების დღიდან საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრები რაც ჩამოყალიბდა. 90-იანი წლები ყველაზე წინააღმდეგობრივი პერიოდია ნაკრების. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თაობა, აქ თაობათა რაც 80-იანი წლების მეორე ნახევარში თაობათა წვლის პროცესი დაიწყო 90-იანებში დასრულდა და კარგი თაობა მოდის, ვერავინ ვერ იტყვის რომ ამ დროს საქართველოს ცუდი თაობა ყავს, პირიქით ალბათ შეიძლება საუკეთესო თაობაც ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თაობა იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ერთ-ერთი. ყველაზე საუკეთესო. სამწუხაროდ ისე დროს მოგვიწია თამაში, როცა უკვე აი ეს ომი საქართველოში დავკარგეთ აფხაზეთი, ტოლვილობა, უშუქობა, უგაზობა აი მთელი ეს პრობლემები მე ხნა ვიხსენებ იმ დროს როცა ჩვენ ნაკრებს სათამაშო ჩამოდიოდით ხო რა ვიცი ბაზაზე ცხოვრობდით ფანჯარა არ იყო გათბობა არ იყო სპორტულებით ვიწექით და პლუს კიდე ამდენი გაჭირებული ხალხი გარეთ ბაზის გარეთ გველოდებოდა გამოსულიყავით და რაღაცი დავხმარებოდით რა და წარმოიდგინეთ იმის საშუალება არ ქონდა რომ ფეხბურთზე გვეფიქრა რა ფეხბურთზე ფიქს ვიწყებდით, როცა უკვე მინდორზე გავდიოდით თამაშზე რა. მანამდე სულ პრობლემები და ეს პრობლემები არ ფთავდებოდა რა. აი ფსიქოლოგიურად წარმოიდგინე რამხელა ის იყო რა. აი რომ იცი რომ ვიღაცა მოდის და რაღაც დახმარება უნდა შენგან და შენ არ აგაგ იმის საშუალება რომ ხა ყველას ხო ვერ დაეხმარებია რა. ყველას ხო პატივს ვერ ცემ, ყველას ხო ვერ იმასიზამ რა ქვია. ყველას ხო ვერ მოუხსნი იმ პრობლემებს და პრობლემების წინაშე არის და ვიღაცას კი დაეხმარე, ვიღაცას ვერ დაეხმარე და მაგაზე ფიქრობ, რომ აი იმას რომ ვერ დავეხმარე, აი ფსიქოლოგიურად ძალიან ძიმე დრო გამოვიარეთ რა, მასლა გეუბნებით, აი ეს ერთი 5-6 წელიწადი რა, ჩვენ ნაკრებში რო თამაშობდით, ხო, ეს უკვე უმძიმესი პერიოდი რა. მაგრამ ჩვენ არასდროს არ გვითქვია უარი რომ ჩამოსულიყავით და ნაკრებში გვეთამაშა და ახლა მე ბევრჯერ მithქვია რომ აი ჩვენ ნაკრებსაც რო ქონოდა იმის საშუალება რა საშუალება აქვს ახლა ნაკრებს რომ აი კონფერენცია აქვე იმას Nations League-ს რო თამაშობთ რა ჩვენ 1-2 მაინც მოხვდებოდით ყველა ვარიანტში მოხვდებოდით ფინალურ ეტაპზე რა ყველა ვარიანტში რა მე მახსოვს აქვე იმას ჩვენ პირველი ის რო ვითამაშეთ 5 თამაში მოვიგეთ 5 წავაგეთ მაგრამ ამ 5-დან 2 თამაში წავაგეთ მოლდავეთთან რა წარმოიდგინე რომ ეგ 21 ქულით 21 ქულას ახლა გასულები ვიქნებოდით და თანათან ჩვენ გვიწევდა ან იტალია ან ინგლისი ან გერმანია ან ისეთი გუნდები გვიწევდა ახლა ჩვენ ახლა ერთა ლიგა რო გვეთამაშა არ ამგონია რომ მაგ ერთა ლიგაში ჩვენზე უკეთესი გუნდი ყოფილიყო აი როგორც ახლა დავუშვათ ჩვენი ნაკრები თამაშობს ამ ერთა ლიგაში ნუ თუ ეს არა წინა ტურნირები დავუშვათ რომ ვითამაშეთ და ორჯერ მქონდა იმის შანსი რომ გავსულიყავით და ჩვენს
გასახარებლად პრინციპში ერთხელ გავედით და რა ვიცი რა ეგეთი გახარებული ხალხი მე სავოგარეთ ქართველი ამდენი ქართველი არ მინახია რაც მე სიხარული და რაც მე აი სიამაყე ვიგძენი აი ფეხბურთელებისგან რომ აი მოგვეცა იმის საშუალება რომ ჩვენს ერთხელ მოხვედრილიყავით ფინალურ ეტაპზე და გვენახა ჩვენი ნაკრები აი ესე დონეზე ვთამაშ 90-იან წლებში საქართველოსდან წასვლა, მათ შორის შენი პირადი ისტორია რო ავიღოთ, საქართველოსდან წასვლა უფრო ჩემი დაკვირვებით, უფრო გავს აი შრომით ემიგრაციას. აი იმ პირობებში, როცა თავზე დაგენგრა ეს რაღაცა, უნდა გაიქცე, იმიტომ რომ ქვეყანაში აღარ არის ფეხბურთი, რაღაცნაირად გაიქცე, ვიდრე პირობითად თანამედროვე ტრანსფერს A გუნდიდან B გუნდში. აი ეს შრომითი ემიგრაცია, შენ სწორად აღნიშნე, რომ მე 29 წლის ასაკში გადავედი ნიუკასლში და ეს 20 წლის ასაკში გამეკეთებია, სხვა ისტორია იქნებოდა, რა თქმა უნდა, სხვა ისტორია იქნებოდა. ბევრად უფრო მრავალფეროვანი ისტორია იქნებოდა. მაგრამ აი მე მინდა ეს ემიგრაცია მინდა დამანახო დიდ გუნდამდე. ამ პერიოდისთვის რა განსხვავებაა დღევანდელ დღეს და იმ პერიოდის შორის დიდ ფეხბურთამდე მისასვლელად? ნუ იცი რა არის ალბათ ახლა ვიღაცა სხვა რომ ესეთ სიტუაციაში მოხვედრილიყო ხო შეიძლება ფეხბურთი თავის საფეხბურთო კარიერა დაემთავრებინა ან კიბზე ან კიდევ უკან ჩამოსულიყო საქართველოში და აქ დაემთავრებინოს რა ქვია რაც მოხდა იყვნენ ქართველი ფეხბურთელები რომლებიც ჩამოვიდნენ ითამაშეს 1-2 წელიწადი და დაბრუნდნენ ისე საქართველოში მაგრამ მე მქონდა ოცნება რომ აი ამ ხელა დონის იმაში მეთამაშე და ვზნობდი რომ შემეძლო რა აი მე რო ჩავედი კიბზე ხო ნუ პრინციპში ჩავედი კიბზე მაშინ ვარჯიშებელი ვიყავი და რო ჩავედი აი გულშემატკივარ შენი ნახვა უნდაო და თუ შეიძლება რომ დღესო იქ ორ გოლს ვითამაშებდო და ერთი ტაიმი მაინც რო ვითამაშო და მე ვთქარ რომ ვარჯიშებელი მაგარი ვარჯიში არაფერი და ეხლა როგორ ვითამაშო და ჩემთან ერთად იყო ბობა გუცაევი რა ჩვენ ერთად წავედით რა ბობა გუცაევი როგორც მწვრთნელი და მე როგორც ის არა ფეხბურთელი ოჯახით ხო და ბობა მითხრა რომ დილით წავიდეთო ცოტა გავევარჯიშო და მე საღამოსთვისო შენ რასაც შეიძლება ისაო რა ეს დაგვეხმარებაო დილითო რა ვარჯიშიო და წავედით ვარჯიშზე დილით და 45 გრადუსია გასო 10 საათია დილით 45 გრადუსია მე ვთქვი აქ რა უნდა ვივარჯიშო მოკვდები აქაც გავიდე ახლა ვარჯიშზე ვარავშავს კაი ერთი ნახევარი საათი და კაი მეთქი და ნუ ვივარჯიშეთ და საღამოს მივედი და ეს 2000 კაცი არის მოსული სავარჯიშო მოედანზე რა იქ სტადიონის ირგვლივ და ელოდებიან ახლა ვინ არის ეს ფეხბურთელი რომელიც ჩვენ გადაგვარჩენს და ნუ ახლა ნუ კაიო ითამაშო რა ქვია იმას ერთი ტაიმი ამ სიცხეში რა ვარი ახლა ერთი ტაიმი ვარჯიშებელი ვითამაშე და დავჯექით და ახლა სახეებს რა უყურებ ეს ვინ ჩამოიყვან ამა რა უნდა გააკეთოსო წამოიდგინე რა ხო და ხო აითამაშე მეორე ტაიმს მე ვთხარი შანსი არ არის მეთქი აგარ ვითა დავწექი მინდორზე შანსი არ არის მეორე ტაიმს ვერ ვითამაშებ მეთქი რა მაგრამ უკვე პირველივე შეკრებიდან უკვე შეკრებაზე წავედით ჩვენს შეკრებაზე ბულგარეთში დავდივით ბოროვიცი ერთ-ერთი მაღალ ხო და უკვე პირველი თამაშიდანვე უკვე დავონახე ყველას რომ არა მარტო ფეხბურთის თამაში შემიძლია რომ იმ გუნდს რა გუნდშიც ვიყავი მიზნებისთვის მიეღწია რა პრინციპში რა ხო და ნუ მაგრამ ჩემი ის არ იყო რა რომ კიბზე დავჩენილიყავი მე სხვა ისინი მქონდა და მქონდა იმის საშუალება რომ პირველი წლიდან რომ ეგრევე წავსულიყავი მაგრამ კონტრაქტი მქონდა 3 წლიანი და იქ არ იყო ისეთი რაღაცა რომ იმათ არ უნდა ჩემი გაშვება იმიტომ რომ კარგი ფეხბურთელი ვიყავი და მაშინ სულ ორი უცხოელი შეიძლებოდა რომ ყავყოლოდა გუნდში მე ვიყავი და ერთი აფრიკელი იყო ჩემთან ერთად მაიკომბიგუ რომელიც ორნი ვიყავით და ფერ საქმეს ჩვენ ორი ვაკეთებდით დანარჩენი დაცვაში და ჩვენ ბურთს გვიგდებდნენ და მე ჩვენ წინ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვაკეთებდით რა მქონდა იმის შანსი რომ წავსულიყავი და მე უკვე აი ულტიმატუმ იმით წაუყენე რომ ან გამიშვებთ ან აღარ ვითამაშებ რა უკვე მესამე წელი იყო რა პირველი წელიც მქონდა შანსი რომ წავსულიყავი მეორე წელიც შანსი მქონდა ჰოლანდიაში წავსულიყავი უარი მითხრეს ჰოლანდია გერმანიაში უარი მითხრეს და მე ვთხარი მესამე წელიწადი
ჩავაწერილი იმაში, რომ ვიპოვე გუნდს, რომელიც გადაიხდის $500,000 და მე წავალ გუნდიდან. ხო და მესამე წელიც ვითამაშეთ, მაგრამ ვითამაში წელიც და მქონდა შემოთავაზება ჩასული ვიყავი იმაში, რა ქვია, კიონში, გერმანიის კიონი, მაგარი კაი გუნდი, მაშინაც და ეხლაც მეცივში. ამხანაგური თამაშით ვითამაშეთ და უკვე დაინტერესებულები იყვნენ, ჩამოვედი ისევ უკან და ამ მიდიოდა რაღაც ისა, მაინც ხო იცი ახლა კიპრის ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაში რომ წაგიყვანო, არც ისეთი ადვილი იყო და ამ ფიქში წავალ, არ წავალ, გამოჩნდა საბერძნეთის აეკი, 3 ჩემპიონი გახდა იმის საქმის საბერძნეთის და თანაცმელი იყო ერთი ბაევიჩი, კაი მცდელი იყო. ის ჩამოსული იყო ჩემ თამაშის ანახავად და იქაც ბევრი ისე, მაგრამ იმათმა ეს ფული გადაიხადეს. ხო და მოვხდი უკვე წავედი იქიდან რა საბერძნეთში რა. მაგრამ საბერძნეთიც არ იყო ჩემთვის ისა რა. ბოლო გაჩერებო რო იტყვია რა. ხო და პრინციპში იქაც ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი 2000 მოვიგეთ და გამოჩნდა გუნდი ნიუკასლი რომელიც მაშინ პრემიერ ლიგის ჩემპიონებისთვის იბრძოდა რა მეორე ადგილზე გავედით გავიდა გუნდი კენი დაგლიშია მწნელი და ვიღაცა ინფორმაცია მიაწოდა ჩემზე და ჩვენ თამაში ჰქონდათ პარი სენ-ჟერმენთან რა პარიზში ხო და ამ თამაშს დაესწრო თვითონ რო უთხრეს ესე და ესო რაც ახლობელი მყავდა და იმან თქვა რომ მე რაღაც კასეტა გაუგზავნეო იქო და მოეწონა ჩემი თამაშიო და შეიძლება ჩამოვიდესო პარიზშიო და პარიზში ჩამოვიდა და იქაც მართლა ფანტასტიკური თამაში ვითამაშე 0-0 ვითამაშე პარი სენ-ჟერმენთან და ეგეთი სიტუაცია რომ აი ჩავედი იქიდან რომ ჩამოვედი წამოვედი ნაკრებში ვითამაში თამაში და ჩავედი ათენში და ვიღაცა რეკავს ტელეფონი ავიღე ეს და ისეო ჩვენო აი ესო ნიუკასლის ხელმძღვანელობა ვართო და დაინტერესებული ვართო თქვენითო და თქვენ რა მე ვთქვი აქ ვარ მეთქი ათენში ჩამოდით დავილაპარაკოთ მეთქი და ჩვენც ათენში ვართო რა უკვე ჩამოსულები ვართო და გვინდაო თქვენი ნახვაო და წავედი სასტუმროში მეორე დღე მეორე დღეს მაშინ მე აქვე იმას ინგლისური ისე კარგად არ ვიცოდი როგორც ახლა და დაურეკე ჩემ მეუღლის ძმას კიბზე მაშინ ისეთი სიტუაცია იყო რომ ყველა ინგლისურად ლაპარაკობდა იმიტომ რომ ინგლისის კოლონია იყო და ბევრი ინგლისელები არიან ხო და ჩამოვიდა და წავედით სასტუმროში დავხვდა ერთი ხუთი კაცი თავის იმით რა ქვია პრეზიდენტი თავის ხელმძღვანელობით და ესე გვინდაო თქვენთან კონტაქტის გაფორმება და მე ვთქვი მე უკვე კონტაქტი მიმთავრდება მეთქი თავისუფალი ფეხბურთელი ვარ მეთქი და რა გინდაო პირობები უცებ ესე მითხრეს და მე ვთქვი ესე კაიო გადიო და ჩვენ დაველაპარაკებ და პასუხს გეტყვითო რა მწვრთნელი არის თუ არ არის აქ მწვრთნელი არა მწვრთნელი არა დაგლისი არ იყო მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა მენეჯერი და პრეზიდენტი და ყველა ის ვინც ამ საქმეებს აგვარებს და 5 წუთში დამიძახეს რომ ჩვენ თანახმა ვართ ყველაფერზეო სამწლიანი კონტრაქტი, რაც შენ თქვენ პირობები გითხარითო იმას თანახმა ვართ და მეთქი კიდო ერთი იმდენი რომ მეთქვა, ალბათ უარს არ მეტყოდნენ რა. მე რომ დავფიქრდი, მეთქი უკვე გვიან არის რა. ხო და ესე მოვხდი ნიუკასლში და მაგრამ მაგათ უთხარე მე ვთხოვე რომ ხო იცი ახლა კიდო 3 თვე მიწევდა საბერძნეთში თამაში და იქ შემატკივრი ძალიან ისეთი ბე არიან რა. და მეთქარი იტყვით მეთქი რა სანამ ამ მოვჩები კონტრაქტს რაღაცა რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ რაღაც და მანამდე მე მქონდა იქ მოლაპარაკება ოლიმპიაკოსთან რა და ოლიმპიაკოსი ორჯერ უფრო დიდ ფულს მაძლევდა ვიდრე ნიუკასლი მაგრამ მე უკვე ისე ვიყავი რომ ეგეთი შანსი რომ მომეცა ხო რაც არ უნდა ფული მიეცათ შანსი არ იყო რა რომ უარი მეთქვა იმაზე და გადავედი აი ესე მოვხდი ნიუკასლში რა მე ნიუკასლის ისტორიაც მაინტერესებს და კითხვებიც მაქვს, მაგრამ მანამდე მინდა რომ საქართველოში დავბრუნდე. საქართველოში ამ პერიოდში ნაკრები სხვადასხვანაირია, სხვადასხვა მწვრთნელი ყავს. სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობს იდეაში და აი მე ეს მინდა რომ ქართველ მაყურებელს მოუყვეთ ვინ არიან ამ დროს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, რა საფეხბურთო სტილი გააჩნიათ მათ და რა შეცდომებს უშვებენ. უცხოელები თუ ჩვენები. საქართველოს ნაკრები. საქართველოს ნაკრები.
ნუ ვიცი ეხლა რომ ჩივაძეა მწვრთნელი, ვიცი რომ ყიფიანია მწვრთნელი ამ პერიოდში და დოდუაშვილიც თუ არ ვწდები. კი, და აქვე მას ხურცილავაც. ნუ ერთად მუშაობდნენ, შეიძლება ისა, მაგრამ ეს იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც ხელში გამოიარა საქართველოს ნაკრებმა, მაგრამ ხო გეუბნები რა, ნუ მაშინ რო ყოფილიყო აქვე მას ერთა ლიგა, ჩვენ მოხვდებოდით რა. მაგრამ ძალიან ძნელი იყო მაშინ ისეთ სიტუაციაში, ხა ორი გუნდი გადიოდა და ჩვენთან ყოველთვის ინგლისი, გერმანია, აქვე მას ბულგარეთი იყო, მაგარი გუნდი იყო ბულგარეთ, ჩვენ აქ მოვუგეთ, იქაც წავაგეთ, მაგრამ იქაც მოსაგები თამაში ჰქონდა. და მე მგონი იქ რომ მოგვიგო რაღაც იცვლებოდა თუ არ ვწდები. შანსი ჰქონდა, კი. თუ არ იყო ადვილი რა, ეხლა ყველანაირად ცდილობდა, ეხლა ყველა მithumedes ეხლა ქართველი ხარ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რო ხარ, რა თქმა უნდა, შენი სტილი განსხვავდებოდა ამ მწვრთნელების მიხედვით თუ მაინც ყველა მიცოდა ვინ ყავდა ფეხბურთელები და დინამოს სტილი თამაშობდა ყველა. ყველა ცდილობდით რომ ის სტილი ფეხბურთი გვეთამაშა, რასაც დინამოს თამაშობდა. ნუ შემტევი და უფრო მეტი ინდივიდუალიზმის დაყნობით, ისეთი რომ ეხლა ჩვენ მაშინ კაი ფეხბურთელები ყავდა რა, რომლებიც ბურთთან ძალიან ისე კარგად იყვნენ რა, ინდივიდუალურად ძალიან გამოირჩეოდნენ და ამიტომ აქცენტი იყო გაკეთებული ამ ინდივიდუალიზმის საშუალებითო თამაშის მოგება რა. იყო შემთხვევები, როცა უფრო მეტი ინდივიდუალურად მოთამაშე ფეხბურთელი იყო მინდორზე, ვიდრე ყოფილიყო რა, დავთქვა ახლა ხო იცი, ინდივიდუალიზმი და მარტო ის ფეხბურთელები, რომლებიც წინ გარბიან, ერთდროინდელი ფეხბურთი ესე არ არის რა, წინ უნდა გაირბინო და უკანაც უნდა დაეხმარო დაცვაში და აი ეს ბალანსი არ იყო ხანდახან ისე გაკეთებული, რომ შედეგისთვის მიგვეწია რა. რა იყო 90-იანი წლების საფეხბურთო სტილი? რა ტაქტიკაა ეს? დღევანდელი შენი დაკვირვებით. ტაქტიკურად ახლა პრინციპში უფრო მეტი 4-1-1 იყო ესე ჩვენი ისა რა. იმიტომ რომ ერთ-ერთი თავდასხმელი იყო და მეორე ფეხბურთელი აი როგორც გიოსნაირი რა, შემქმნელი რა და ნახევარდაცვაში კიდო ორი ყავდა ჩვენ ფეხბურთელები, რომლებიც არა მარტო დაცვით ხარში კარგები იყვნენ, მაგრამ თვითონ თავდასხმაში კარგად მოდიოდნენ. უკვე იგი ნემსაძე იყო, ის იყო რა ქვია მას ჯამარაული, რომელიც ეგეც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დღევანდელ ფეხბურთის ისტორიაში. ნუ მარცხიდან მე ვთამაშობდი, მარცხიდან განგოგი ჩაიშვილი იყო იქ რა ქვია ყაველაშვილი იყო სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ისა და ნუ დაცვაში ყავდა ფეხბურთელები. ქვია როგორც ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე, ინალიშვილი თამაშობდა, რევიშვილი თამაშობდა. ნუ თავდასხმაში კი ახლა იცი შოთი აჩი, რომლებიც იყო აშვეთია იყო ესეთი ფეხბურთელები, რომლებიც კაი დონეზეც ნაგდა თამაშები რა. პრინციპში იმ დროს წარმოიდგინეთ, იმ დროს ესეთ დონის გუნდებში ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა, ეხლა რო ყავდეს ეგეთი დონის ფეხბურთელები რა ქვია, იმას იგივე დაცვაში, ნახევარდაცვაში ალბათ უფრო უკეთესი გუნდი გვეყოლებოდა რა. ძალიან მნიშვნელოვანია იცი რა, ჩვენ ველოდებით ჩვენ ნაკრებს რომ რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ იცით რა არის ეხლა რაღაცას რომ მიაღწიო ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ჩემპიონატშიც კაი ჩემპიონატი იყოს რა. თვითონ ეროვნული ჩემპიონატი კარგი რო იყოს, რომ კონდეს იმის საშუალება რომ მწვრთნელს საქართველოს პირველობიდანაც რო წაიყვანოს ფეხბურთელი ვიღაცა. სამწუხაროდ საქართველოს პირველობიდან ნაკრებში თითქმის არავინ არ არის რა. უფრო მეტი ის ფეხბურთელები, რომლებიც საუგარეთ თამაშობენ და თუ იმ ფეხბურთელებსაც კიდო არ ეძლებათ იმის საშუალება, რომ იქ გუნდებში რო ძირითადში ითამაშონ, ხო, ნაკრების დონეზე არც ისეთი ადვილია, რომ უთამაშებელი ხალხით რაღაცას მიაღწიო რა. ამ პერიოდში უკვე შევარდნაძეა ნაკრების საქართველოს პრეზიდენტი და ამ პერიოდის შევარდნაძეს აქვს ინტერესი ფეხბურთის მიმართ. 70-იანებში რო ქონდა ვიცი? კი, ქონდა ინტერესი და რაღაცა შეღავათებიც გაუკეთა. მე ვიცი რომ აი დინამოს ქონდა შეღავათები, რომ უფრო მეტი ნაკრების დონეზე?
ნაკრების დონეზე იმდენად არ ყოფილა ეს. და იმ დროს ნაკრებს ფული კი, თამაში დადიოდნენ. ვინ არის ნაკრების დამხმარეები ამ პერიოდში? ვინ ეხმარება ნაკრებს? ნუ ნაკრებს ალბათ უფრო მეტი UEFA ვიდრე აკაური ისა რა. მაშინ არ იყო ეს ეხლა რო არის ხოლმე რომ ან ტელევიზია ფულს მიცემს ან კიდო ვიღაცა კომპანია რაღაცა ფულს მიცემს რომ რაღაცა ის გაუკეთო საქმე რეკლამა და მაშინ არ იყო ესეთი სიტუაცია. ეხლა უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ნაკრებს ვიდრე მაგ დროს რა და ნუ რაღაცა რო ჭირდებოდა მთავრობა ეხმარებოდა რა. უფრო მეტი მთავრობა ვიდრე სხვა ისა რა ქვია. ინგლისში დაბრუნდეთ ცოტა ხნით. ინგლისში როგორც მახსოვს ნიუკასლში ამ დროს 3 მწვრთნელი გამოიცვალეთ. დალგლიში, რუდ გულიტი და ბობი რობსონი. მე ვიცი რომ პირველ და ბოლო მწვრთნელთან თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ გულიტთან გქონდათ სპეციფიური ურთიერთობა. გულით რისი კითხვა მინდა რომ ზუსტად დავსვა შეკითხვა. გულიც ქონდა რაღაცა უცნაური სტილი, მე ეს პერიოდი მახსოვს, უკვე ის პერიოდია სექსუალურ ფეხბურთს რო ეძახდა. და რა საფეხბურთო კონცეფციაც ეს იყო, წესით თქვენ მისი იდეალური გუნდელი უნდა ყოფილიყავით, კონცეპტუალურად. თქვენ არასდროს არ ქონიათ დისციპლინის პრობლემები, არასდროს არ ქონიათ ის რომ ბურთის წართმევაზე არ გერიბინათ და არასდროს არ ქონიათ შემთხვევა, როდესაც მწვრთნელთან პრობლემები ქონოდა თქვენი საფეხბურთო ხასიათიდან გამომდინარე პირიქით, სულ მისაბაძი ადამიანი ყავით ამ თვალსაზრისით. მაგრამ მახსოვს და თქვენ ინტერვიუში ხშირად გითხოვთ, თქვენი ცნობილი აღნიშვნა გოლის იყო რაღაცნაირად პროტესტი გულიტის არა, გულიტი არა, დაგლიშის დრო. დაგლიშის დრო, ეგა? დაგლიშის დრო. დაგლიშ პრინციპში იცი რა არის ესე რომ პრობლემა მაგრამ მახსოვს რომ გოლის აღნიშვნა იყო თქვენი პროტესტი. პროტესტი იყო, კი, გეთამაგაში გეთანხმებით რა. იმიტომ რომ იცი რა არის ჩემპიონატი დავიწყე პირველი წელია ჩავედი ინგლისში. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. გადამწყვეტი გოლი მე გავიტანე. რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილი იყო გუნდი პირველად გუნდის ისტორიაში. ჩემპიონატი დავიწყე ძალიან მაგრა ვითამაში თამაშები. წამოვედი საქართველოს ნაკრების თამაში ვითამაშე და ჩავდივარ ინგლისში. ხო და მიძახებს რა ქვია დაგლიში და მეუბნება რომ შენ ახლა ნაკრებში წახვედი იგი თამაშე ისა და დაგასვენებ და მე თამაშს გათამაშებ, მაგრამ თავიდან დაგაკენებო და ამ დროს სანამ ჩვენ წავედით და წამოვედით, ხო? გუნდში მოიყვანეს ჯონ ბარსი და იან რაში რა, ლივერპულიდან. ნუ ახლა ლივერპულის მწვრთნელი იყო და ფეხბურთელი იყო და ამათან ათამაშები და ამათი მწვრთნელიც იყო და მოიყვანა ისა რა. ხო და ნუ იქ სანამ ამათ მოიყვანდა მე როგორც ძირითადი ფეხბურთელი 1-2 საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი თამაშის და ნუ უკვე ხედავ რომ კარგად ვარ რა, უკვე შევეწყვე გუნდს და ახალი მოსული ვარ და ხო იცი ისეთი ლაპარაკები მიდის და ბიჭო ფეხბურთელი მოიყვანეთ რა ქვია, ამაში არც ფული გადაგვიხდია, არც დიდი ვარსკვლავია, ამათ დიდ ფულს ხელფასსაც არ ვაძლევთ, არაფერს არ ვაძლევთ და ამ დროს ფეხბურთელები ყავს, რომლებსაც მილიონები გადავიხადეთ და ამაზე უკეთესია და საუკეთესოა რა. ეგეთი სიტუაცია არის. იმიტომ მქონდა მე ესეთი ურთიერთობა გულშემატკივართან რა. აი მე მახსოვს რომ თამაშობდი და მთელი 40,000 ხალხი ჩემს სახელს დაგვარდა და რაღაცა სიმღერას ღეროდა რა ქვია სტადიონზე და ნუ წავიდა, კაი, მითხრა რომ გათამაშებო და ამ დროს გავიდა ერთი თამაში, გავიდა მეორე თამაში, გავიდა მესამე თამაში, გავიდა თამაშები და ნუ გუნდის უკვე კარგად არ მიდის და რაღაც უკვე რამდენიმე თამაში გამოგატოვებინა? არა, ნუ გამომატოვებინა როგორ? შეიძლება თამაშობ რაღაცა 20-25 ისა, მაგრამ ძირითადში არ ხვდები რა. ხო და ნუ გაბრაზებული ამ იმაზე გულდაწყვეტილი ეხლა ვზივარ და მომეცა იმის საშუალება შემოვდივარ, რა ქვია ესა, რა ქვია, თამაშზე გავდივარ, ნუ შეცვლაზე შემოვდივარ და ნუ გოლი გავიტანე ბოლტონს ვეთამაშებით და ნუ ამომასხა მთელმა ამიმა, რა ქვია რა,
ნერვებით და რაღაც ისა და მაისური გავიხადე, გადავისროლე იმაზე და ბუცებს ვიხდი და მთელი ეს ისა. პრინციპში ეგ მომენტი ხო, მე გეუბნები ერთხელ არ მინახია ისა რა, ყოველთვის რომ ანახებდნენ და რაღაცა ან გამორთავდი ან რაღაც ისა და ვიცოდი რომ არასასიამოვნო ისა, მაგრამ ეს იყო იმის გამოხატულება, რომ აი მე რამხელა გულდაწყვეტილი ვარ რა, ამ ყველაფრით გაიგე, ამ იმით და ხო და პრინციპში მე უკვე თამაში დამთავრდა, თამაშის მე გასახდეს ის რაღაცა კონფლიქტი კი არა, რაღაც შელაპარაკება დაგლისთან და მთელი ეს ისინი და და რაღაცა მომენტი იყო, რომ შეიძლება წავსულიყავი, მაგრამ მართლა ისე კარგად ვიყავი გუნდში, ისე კარგად უყვარდი ამ გულშემატკივრებს და რაღაცა ხელმძღვანელობა უარზე იყო, რომ შანსი არ არისო ეს დარჩებაო გუნდშიო რა. დამთავრდა სეზონი, დავიწყეთ მეორე სეზონი და პირველი ორი თამაში ვითამაშეთ, ორივე ფრე ვითამაშეთ ჩელსისთან და სახში კიდევ არ ვიცი ვისთან ქონდა თამაში. ხო და გაუშვეს გულიტი რა, გულიტი მეთქი დაგლიში გუნდიდან, ხო. და მოიყვანეს გულიტი და შენი თქმის არ იყო სექსი, მე მინდა რომ სექსი გუნდმა სექსი ფეხბურთი ვითამაშოთ და ამ დროს სექსი ფეხბურთის ლაპარაკის დროს ერთი ყავს, რა ქვია იმას შირერი, ამხელა დონის ფეხბურთელი და იყიდა დანკან ფერგუსონი და ეხლა იძახიან ეგენი რა სექსი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ დანკან ფერგუსონი და შირერი თუ ესენი ისეთი ფეხბურთელები არიან ცენტრფორვარდი ორივე ცენტრფორვარდი და ამხელა დონის ცენტრფორვარდი ყავს და მოკავს კიდო ამხელა ფულს იხდი და ცენტრფორვარდში გაიგე ხო და აქაც ვერ აეწყო საქმე კარგად და მე თავიდან არ ვთამაშობდი და ერთ თამაში დამაყენა ევერტონთან მანამდე დამაყენა საუთჰამპტონთან, იქაც 2 გოლი გავიტანე, ბასი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, მე დამაყენა უკვე მეორე თამაში იმასთან, რა ქვია, ევერტონთან, იქაც 2 თამაში 2 გოლი გავიტანე, ერთი პასი მივეცი შირეს და აქაც კარგად წავიდა ყველაფერი და აქაც იგივე სიტუაცია რა. ხოიცი, ახლა ფეხბურთელები რო ყავს, ახლა მოყვანილი რომელშიც მილიონებია გადახდილი, ხო? რა თქმა უნდა, იმას უფრო მეტ შანსს მიცემენ, ვიდრე მე და აი ესეთ სიტუაციაში მოვხდი ისევ რა. თუმცა შირერი თქვენ ხარს გიჭერდათ. კი, არა, შირერთან კაი ურთიერთობა, შირერი კაი ტიპი იყო, ახლა კაი პიროვნება იყო. მე მაგის საკითხული, სადაც ამბობს, რომ სანგარში წავალ ქეცბაიასთან ერთად. არა, კაი ურთიერთობა და ბევრი ის გონია რა, ბევრი ასისტი გამიკეთებია, რომ მაგას გოლი გაიტანო და აქაც პრობლემა რა. წავიდა გულიტი. ხო და რა, პრეტენზია რა ქონდა გულით? თქვენ დისციპლინირებული ციხარით. არა, არანაირი. საფეხბურთო სტილითაც შეესაბამებოდით იმის მოთხოვნებს. არა, იცი რა არის, ახლა ყველანი ფეხბურთელები ვართ, ახლა შეიძლება ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ითამაშო. შეიძლება მე ერთი ჩავარდა მქონოდა. ეგ უკვე ჩემთვის კატასტროფული იყო რა, კატასტროფა იყო რა, არ უნდა მეთამაშა ცუდად, რომ მე მომცემოდა იმის საშუალება, რომ ისევ მეთამაშა რა. აი ეგ იყო ჩემი პრობლემა და ახლა ამხელა გუნდში, რომლებიც მილიონერს იხდის ფეხბურთელებში, ხო, ახლა ვიღაცა ისეც ხო არ იმას იზამდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლობა მომქონდა, ვიდრე სხვას რა. და წავიდა გულიტის და მოვიდა ბობი რობსონი. ბობი რობსონის მე ტრამვირებული ვიყავი, მუხლის ტრამა მქონდა მიღებული და რაც შეიძლება ჩქარა დაბრუნდიო გუნდშიო, გუნდში მჭირდებიო რაღაცაო და ხარაშო, მეთქი კაი, მეთქი დაბრუნდი, ვითამაშე თამაშები, გუნდი ისევ ცუდი მდგომარეობიდან ამოვიდა და უკვე კარგი სიტუაცია იყო და დამთავრდა სეზონი და იწყება მეოთხე სეზონი რა. მეოთხე სეზონი იწყება და მე არადა მოვაწერე 2 წლის მერე, მოვაწერე კიდო 3 წლით რა. და უფრო უკეთესი პირობებით რა, კარგათავა რა, გულშემატკივრებს მაგრა უყვარვარ, როგორც ისა, ხელმძღვანელობა ჩემი მაყოფილია და რაღაცა ვარიანტები მაქვს და აი ეს ვარიანტები რო გამომიჩნდა რაღაცა, გუნდმა დამიძახა და ისა ვიცი რომ შენ რაღაცა ისინი შემოთავაზები გაქვს, 1 წელიწადი გარჩენილი ჩვენთან გუნდშიო, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ კიდევ 3 წლიანი კონტრაქტს ხელი მოვაწეროთ და ვარ უკვე 12 წლის თითქმის რა და მეუბნებიან 3 წლიან კონტრაქტზე რა. და მეთქი კაი მეთქი ჩემთვის ეს არის ასლა წასვლა არ მინდა, მიყვარს ეს გუნდი, ყველაფერს ვაკეთებ ამ გუნდისთვის და კაი კონტრაქტებს თავაზობენ და მეთქი აზია ლაპარაკი მოვაწერე ხელი. და იწყება ახალი სეზონი. ახალი 1 წელიწადია კონტრაქტი მოწერილი, მაგრამ კიდევ 2 წელიწადი მაქვს გუნდთან და
გუნდი მიდის ამერიკაში და მე ვრჩები ნიუკასში რა. გუნდი 25 კაცი წავიდა ამერიკაში და მე დამტოვეს და ხო, კაი, მეთქი ველოდები ხა. რობსონია ეს მწვრთნელი? რობსონი არის უკვე მწვრთნელი რა. ხო და გუნდი წავიდა ეს რა თქმა უნდა მოსაზრდებელი გაიარა, ჩამოვიდნენ და ნუ ახლა ვხედავ რომ ნუ ეგეთი რაღაცა რო ხდება უკვე გაგზნობინებენ რომ ნუ არ ახარ უკვე შენზე უკვე ფსონს არ აკეთებენ რა, ალბათ უკვე დრო არის რომ წავიდე და მე ვთხარ ეს და ესე მეთქი თუ არ გინდევარ და რაღაცა მეთქი წავალ მეთქი გუნდიდან რა, მე მირჩევნია რომ ვითამაშო, მე აქ იმიტომ ჩამოვიდე რომ ფეხბურთი ვითამაშო, კი ეს გუნდი მიყვარს, პატივცემ ყველას რაღაცა, მაგრამ მე სკანზე ზდომა და ტრიბუნაზე ზდომა არ მინდა მეთქი რა და ხო და რაღაც ცუდი ლაპარაკი წავიდა რა, ჩემსა და მაგას შორის. რობსონ შორის? რობსონმა ისეთი რაღაცა მითხრა რომ მეთქი ტელეფონი მეჭირა ხელში და გაუშვი პირდაპირ რა. კიდო კაი აცდა რა. იჩხუბეთ? იჩხუბეთ, ხო, აბა, ხო, მითხრა რომ სარავა ბეჭო რაღაცა და მე ვშედი რაღაცას მეთქი და არა ჩვენთან ქვეყანაში არ გაპატიებენ მეთქი და ტელეფონი მეჭირა და გაუშვი პირდაპირ ის რა. ისედაც გაბრაზებული ვიყავი, გაგიჟებული ვიყავი და კიდო კაი არ მოხდა და შილერი აგროვებდა მე ჩემ ტელეფონს რა დამსროლი რაღაცა და წავედი სახში დაურეკე ერთი ახლობელი მყავდა ნუ მენეჯერი ნუ ჩემი ის იყო რა ქვია იმას ფინანსური იმებს აგვარებდა და მე ვთხარი ესე მეთქი თუ მიდი დაელაპარაკე ვისმეს მეთქი რამე შანსი თუ არის აქედან წავიდე მეთქი ხვალიდან უკვე დღეიდან უკვე მე გუნდში აღარ დაბრუნდები მეთქი სატრანსფერო სეზონი გახსნილია ამ დროს ამ დროს ხო ჯერ არ არის დამთავრებული რა ხო და დამირეკა ესე და ესეო ჩემპიონშიპის გუნდი არისო ვულსი რომელსაც მაგრა ინტერესებს რომ ფულსაც იხდიანოს რაღაც 800,000 ფუნტ სტერლინგს გუნდს გადაუხდიანო და შენი ხელფას ახერფასის გაქვს იმას გაიკეთებინო და წამოდიო რა ну მან შევწდი იმიტომ რომ ჩემი ბრალი იყო რომ კიდე არ დაველოდე რა ეს ყველაფერი ხდება გუშინ ვიჩხუბე ტრენერთან და დღეს უკვე მივდივარ ვულში ხელს ვაწერ და უკვე გადავდივარ ვულში რა იმის შანსიც არ იყო რომ იცი რა არის აი 1 2 3 დღე დაელოდე და შეიძლება ვიღაცა პრემიერ ლიგის გუნდი გამოჩნდეს და სადღაც პრემიერ ლიგის გუნდში გადახვიდე რა მაგრამ მე ისე ვიყავი რომ უკვე იქ მისვლა აღარ მინდოდა რა რომ ესე და ესეო ისავ რა ქვია და მე ვთხარი კაი მეთქი რა და დავჯექი მანქანაზე ჩავედი ვულში ხელი მოვაწერე და ჩამოვედი და მეუბნები ამათ რომ მე ხელი მოვაწერე მეთქი უკვე მივდივარ აღარ მინდა მეთქი და ნუ თავს იკლავდნენ რაღაცა მაგრამ ბოლო მაინც უკვე უთხარი რომ მე დამბრუნებელი არა ვარ მეთქი რა გუნდში მეთქი ესეთი რაღაცა მოხდა მეთქი და ნუ ვიცი თუ რა მოხდაო მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ გუნდიდან წახვიდეო მაგრამ ნუ თუ ესეთი სიტუაციაა რომ გადაიხადონ ფულიო და გაგიშვათ და გადაიხადეს 800,000 ფუნტ სტერლინგი 32 წლისავა და გადავედი ვულში რა ну პრინციპში მე იმანაც დამირეკა და ну ბოდიში რობსონმა ხო ну ისე არ შურდებით ერთმანეთს როგორც ისაო ბოდიში რაღაცა რაც მოხდაო გუშინდელ იმაზეო და მე ვთხარი არ არის პრობლემა მე თამაში მინდა ფეხბურთის აქ იმაზე არ არის ლაპარაკი რომ მე ხარ რომ თამაშობდე აქ და რაღაცა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია და აქედან არასდროს წასვლას არ ვაპირებდი მაგრამ ხედავ რომ შანსი არ მაქვს რომ ვითამაშო და ამიტომ მივდივარ მეთქი გუნდიდან და ნუ ესე დავშორდით რა ყველაზე მეტად რომელი მწვრთნელისგან გისწავლია როგორც მწვრთნელს იცი რა არის აი უბედნიერესი კაცი ვარ იმით რომ ძალიან ბევრ მწვრთნელთან მომიწია მუშაობა და ძალიან ბევრ ტოპ კლასი მწვრთნელებისგან რა მაგრამ ალბათ ყველაზე ბევრი ვისწავლე იმისგან ვინც ყველაზე ცუდი იყო რა ну ის არ გავაკეთო რაც აკეთებდა რა გავაკეთო კაი იგი ალბათ შეიძლება ეგ იყო რა თორე ეგეთი ну არ იყო ეგეთებიც რა სამწუხაროდ რა აი ჩემთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანია რა იცი რა არის აი მithumedes შენ აი ლაპარაკი ქონდა შენ ფეხბურთელი იყავი გაიგედო გინდა რომ ну სამართლიანად რომ მოგიქცეს მწვრთნელი რა
ეგ რომ მე გამოცდილი მაქვს ხო? აი ყველანაირად ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ აი შეცდომა არ დაუშვი. ხო, ისინიც ხო ძალიან ცნობილი ფეხბურთელი, კარგი ფეხბურთელები იყვნენ, ვიზეც ჩვენ ვლაპარაკობდით იმაში სამივე მწვრთნელი ნიუკასლში, მაგარი ფეხბურთელი იყო, ნუ რობსონი არ ვიცი, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, კაცო, მე იმას კი არ ვიძახი, მაგრამ მე ჩემ იმაში გეუბნები. კი მესმის და ეგ როგორ ეშლებოდა და აბსოლუტურად გეთანხმები, რასაც ამბობ, უბრალოდ ძალიან უცნაურია შეცდომა, რომ უსამართლოდ მაგრამ იცი რა არის, აი მე რა იმას ვაძლევ გამართლებას. აი მე რო ეხლა ფეხბურთზე ჩამოვიყვან 10 მილიონს გადავიხდი რა. იმას ხომ უნდა მივცე შანსი რომ ითამაშოს. იმიტომ რომ ხომ მეტყვიან ის თუ არ ითამაშოს, ხომ მეტყვიან რომ ვერ გავიგინდოდა. ჰა? რისთვის გინდოდა ეს კაცი? რისთვის გინდოდა ამდენი მილიონები რატო გადაგვახტევინა თუ ქეცბაია ითამაშოს, რომელსაც კაპიკი ფული რა გადაგვიხდია და იმას აქვია იმას 2 კაპიკს ღებულობს რა. მაშინ რატო გადაგვახტევინა? აი ჩემი გამბი და პლუს კიდო იცი რა არის ეხლა ნუ ახლა მე მწვრთნელმა შეიძლება ისე, მაგრამ მე ვგზნობ რომ იცი რა არის, არიან მწვრთნელები, რომლებიც ამ მენეჯერთანაც არიან რა. კავშირი აქვს რა. და ეს ცუდად მოქმედებს რა ფეხბურთში რა. აი მე შენ მენეჯერი ხარ, მე შენ გუნდს გაიკეთებ და ამის უკან მე ის მენეჯერს მოყავს ფეხბურთელები რა. აი რომ უკვე იძულებული ხდება მწვრთნელი რომ თუ ფეხბურთელს აიყვანს, ამ მენეჯერიდან უნდა აიყვანოს რა. აი სიბინძურე ხდება რა ფეხბურთში რა. იცი რა მაინტერესებს 90-იან წლებში ხო ბევრი მითქმა იყო რომ აი ნაკრებში ვიღაცა ფულს აძლევენ მწვრთნელს ან ვიღაცა პრეზიდენტს რომ ნაკრებში მოხვედრილიყო და მე მესმის რომ სისულელია ზოგადად არა მაგალითი მე მაგის მაგალითი რა. მე ვიყავი სპორტულ სკოლა ინტერნატში რა და გამომიძახეს ნაკრებში ბათუმში. და სასტუმრო ბათუმ მაშინ ერთი სასტუმროა ის, კაი სასტუმრო იყო, რო არის რა ინტურისტი, აი ცხოვრობდით ერთი თვე. რამდენი თამაში ვითამაშეთ, ყველა თამაში საუკეთესო ვიყავით, ყველა თამაშზე გოლი გავიტანე რა. მაგრამ ჩემ დროს ვინ იყო რა? პროკურორის შვილი, მსახიობის შვილი, რა ქვია იმას ვინც კი მთავრობაში ხალხი მუშაობდა, ვინც დიდი კაცის შვილები იყვნენ და ბოლოს მე გამიშვეს მარტო და დანარჩენი ყველა დატოვეს. ნაკრების დონეზე? ნაკრები, საქართველოს ნაკრები. ნუ მაშინ ის ნაკრები იყო რა, საბჭოთა კავშირის პირველობაზე რომ თამაშობდით რა. მე გეუნები, ეხლა როდინდელი ინტერნატში ვსწავლობდი, ვიყავი რამდენი 16-17 წლის რა. 16-17 წლის ასაკში მამენ ჩაწყობა მოსულა. ესე იყო. ეგ იყო, მაგ დროს ეგ იყო, რა შეიძლება. მაგრამ ნაკრების დონეზე იყო ესეთი ამბავი, აი ნაკრები საქართველოს ზირ საქართველოს ნაკრები, კაცო, მაშინ საქართველოს ნაკრებს თამაშობდი რა. პატარების ნაკრებში რა. და ეგეთი სიტუაცია იყო. ხო და დიდების ნაკრებში ყოფილა ეგეთი დიდების ნაკრები არც იყო. არა, მაშინ არ იყო, მაგრამ 90-იანში ხო იყო და აი პირობითად შენ ქონია ეჭვი რომ ვიღაც ტიპი რომ თამაშობს, ეს თამაშობს არა იმიტომ რომ იმსახურებს, არამედ იმიტომ რომ რაღაცა დაჭარჭარია. რა თქმა უნდა. მაშინ ეგეთი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ის რაც ეხლა არის. დღეს კაი ფეხბურთელი, ამაში ფულს აკეთებ შენ, ამაში ფულს შეუვლობს ყველა. მაშინ სად იყო ეს? მაშინ არ იყო ეგეთი ისა, რა ქვია იმას, რომ ვიღაცას მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი იყო და მაშინ ერთი გამოსავალი იყო საქართველოს თუ რაღაც. ეხლა მთელი მსოფლიო გახსნილია. კაი ფეხბურთელი თუ იპოვე და რაღაცა, ხო ამაში ფულს აკეთებ, ის ფულს აკეთებ, შენს ფულს აკეთებ და კაი ფეხბურთს გადიხარ და მაშინ იყო კომუნისტური დრო იყო და ჩაწყობებით იყო ყველაფერი. კომუნისტების მერე 90-იანებში, აი ნაკრები, როცა საქართველოს ნაკრები იყო, მაშინაც იყო ეგეთი ტიპის ჩაწყობები. არა, მაშინ ეხლა ვერ ვიტყვი მაგას, რომ მაშინ ჩაწყობები და იმით არა, შანსი არ არის, ეგეთი რაღაცა არა. კიდო ხო გეუბნები, შეიძლება ვიღაცას რაღაცა შეეშალა და ვიღაცამ რაღაცა ისდა, მაგრამ ისე რომ ვიღაცას ფული მიეცა და ჩაეწყდა ეგეთი რაღაცა, ეხლა ისეთი ხალხი ვყავდა, ეხლა მაგას არავინ არ იკადრებდა, ეხლა ვინა ყიფიანი, ცხოვრებული ყიფიანი იკადრებდა, ან ჩივაძე, ან აკვია იმას ხურცილავა, ან კიდო ძოძუაშვილი, ან კიდო ისა, არა. და ყიფიანს და ჩივაძეს შორის როგორც მწვრთნელებს შორის რა იყო განსხვავება? სტილის თვალსაზრისით. ხო ნუ სტილის ორივე ხო იცი რა არის, ჩივაძე კი დამცველი იყო, მაგრამ შემქმნელი იყო რა. აი უკნიდან ეხლა მე წარმომიდგენი ჩივაძე დღევანდელ ფეხბურთში, რომ გეყოლება ეგეთი დამცველი, რომელიც ბურთს აი ესე ამოიტანს ცენტრამდე მიიტანს ბურთს. წარმოვიდგენ. ის კი არა რომ ეხლა ნახევარმცველები არიან და დამცველები ბურთს რო ღებულობენ, უკან გამორბიან რომ დამცველს წაართმას რა.
და ამ დროს ყავს ეგეთი დამცველი, რომელიც შეიძლება ნახევარდამცველზე უკეთესია ბურთით რა. და ამ ბურთს რომ მოგიტანს რა. ნუ რა თქმა უნდა ეხლა ყიფიანი ამხელა დონის ფეხბურთელი, ამხელა ინტელიგენტი, ამხელა წვრთნელი ხო არ გამოდის როგორც ფეხბურთელი. კი, მაგრამ ეხლა ალბათ ეხლა არ მიეცა იმასაც იმის საშუალება, რომ ბოლომდე ნუ ეხლა ისეთი დრო გამოვიარეთ, ხო, ვერ შეაფასებ, გაიგე? რატომ სამჯერ გახადა ქუთაისის ტორპედო ჩემპიონი, თბილისის დინამო ჩემპიონი. აქ რაც კი ხდებოდა, ხო, ყველანაირი მაშინ წარმატებული იყო რა. ეხლა UEFA-ზე კიდე ხო გეუბნები რა, ბევრი რაღაცა არის საჭირო იმისათვის, რომ რაღაცა გაკეთდეს და იმედია რომ რაღაცა გაკეთება, რა ვიცი. და ჯარი რო გაგეტარებინა როგორ ჯარია. აი როგორ შენ საფეხბურთო კარიერას ასუზამდა. დაანგრევდა რა. ეგ პრობლემა არის კიბზეც რა, სამწუხაროდ რა. მაგრამ კიბზე რაღაცა დაუშვეს, რომ აი კვირაში 4 დღე თუ რაღაცა გიშვებენ, ვარჯიშობ და ისევ ბრუნდები რა, ეგ ვარიანტი არის რა. ჯარში მაინც დაყავთ ფეხბურთელები? იქაც დიდი პრობლემა არის ეგ რა. და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის პროფესიას აფერხებ რა. ხო, ადამიანი რაღაცა უნდა რომ ჩამოყალიბდეს რა, რაღაც პროფესიას ირჩევ და შენ ამ ადამიანის განვითარებას აფერხებ რა. მე ესე მიმაჩნია რა. მე თუ მკითხავ, მე მიმაჩნია ის, რომ ჯარი უნდა იყოს, უნდა გადაუხადო და უნდა ყავდეს რა, საკონტრაქტო. მე არ უნდა იყოს რა ქვია იმას. ეხლა ჯარში თუ არ წახვედი და არ დავაშკაცდები და ნუ რა ვიცი, ნუ მე საფეხბურთო არგუმენტი მქონდა სხვადასხვა პარლამენტში ამ კანონს იხილავდნენ, საფეხბურთო არგუმენტი მქონდა, რომ აი წარმოიდგინეთ მეთქი, რომ ფეხბურთი ძალით ათამაშო კაც მეთქი, ძალით არ უნდა რა თამაში კაც. ყავდა ასეთი კლასელები, რომლებიც აი არ უნდათ რა ფეხბურთის თამაში და ბიჭები ვეუბნებოდით რა, აი კაი გვეთამაშეთ რა, ჩვენ თამაში გვინდა და კაცი გვაკლია. და ვიცოდი რომ საზიზღარი იყო მაგათთან თამაში, ვისაც არ უნდა ფეხბურთის თამაში და წარმოიდგინეთ მეთქი, რომ ჯარზე იგივეს ვაკეთებთ მეთქი. ჯარზე მიყვავს მეთქი ხალხი, თან ყავს ხალხი, რომელსაც უნდა ჯარის კაცობა, ოცნებობს ამაზე. იმას რომ ფული გადაუხადო, რომ პროფესია კარგად აითვისოს, თავისი ოჯახს მიხედოს, საუკეთესო ჯარისკაცი გამოვა. და შენ კიდე ამ ფულს ახარჯავ, ძალით წაყვანენ კაცს, რომელსაც არ უნდა ფეხბურთის თამაში. არ უნდა სანგარში ჯდომა. შენი ზურგის გამაგრება არ უნდა. წარმოიდგინე ახლა ხო გითამაშია კაცოდან ხევარდაცვაში და იცი რამხელა ზურგი ხარ შირერისთვის პირობითად. და შენს ადგილას იდგეს კაცი, ვისაც არ უნდა ფეხბურთის თამაში. პასი როგორ უნდა მისცეს იმან ვინმეს? რა, მაგრამ ბავშვი გეთახმები მას. ეგ სერიოზული პრობლემა არის სამწუხაროდ. ყველა პროფესიაში ამ პრობლემას იწვევს, როგორც ფეხბურთში, ისე ჯარში და ყველგან. არა, ნუ ეხლა თუ გინდა სწავლა, ხო? წახვალ ჯარში 2 წელიწადი და 2 წელიწად მე რომ დაამთავრე, მე წავალ და წახვალ და ისწავლე რა. კი, შეიძლება 2 წელიწადი დაკარგო, მაგრამ ეხლა ეგ სულ სხვა ის არის, რა ქვია. სულ სხვა არის ფეხბურთელისთვის და სულ სხვა არის ვიღაცამ წავიდეს და უნივერსიტეტში ისწავლოს. ნუ უნივერსიტეტი ხო სწავლა არ არის ჩვენთან ზოგადად, ეგ ხო არაფერ შუაში არ ყველას ესმის, რომ უნივერსიტეტში არ სწავლობ და ამიტომ რადგანაც არ სწავლობ, ამიტომ გეპატიება რომ 2 წელი გააცდინო თორე. აბა 2 წელი ფეხბურთი ნაღდი პროფესია. აბა რატომ მიდის თუ არ სწავლებენ რა? ამდენი და ამდენი ყვილი რა მიდის ამდენი ქვია იმას გამოსვლები და ერთი ამბავია თავს იკლავენ, რა ვიცი მე რას ჩხუბობენ, აბა თუ არავინ არაფერს არ სწავლობს. აი ამ წვრთნელებთან ურთიერთობა, დღეს წვრთნელი ხართ. გაქვთ ურთიერთობა ფეხბურთელებთან. ადრე ფეხბურთელი ყავით და წვრთნელებს ხოდათ ურთიერთობა და ერასაც თქვენ ყვებით არსებობს გულდაწყვეტებიც, ბედნიერი დღეებიც, ჩახუტებებიც, ყველაფერი. ვიცი ახლა ასე მეკითხები და მაგის პასუხი მაგზანენ. მე როგორ ფიქრობ ახლა როგორ წვრთნელი, იგივე შემთხვევაში როგორ მოიქცეოდით? აი მაშინ მივეცი ჩემ თავს იმის ფიცი და იმის ისა, რომ აი მე თუ როდისმე დავაპირე წვრთნელად მუშაობა, ხო? არავის ფეხბურთის არ ჩავაყენებ ისე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ვიყავი მე. კი, მე ადამიანი ვარ, ხო? მე შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვა რა. აი ძირითადი შემადგენლობის ამბავში, მაგრამ ის რომ მე ვიღაცა მომწონს და ვიღაცა არ მომწონს, ეგეთი რაღაცა არასდროს არ გამიკეთებია რა. ანუ ყოველთვის უყურებდი რომ აი ვინ არის იმის ღირსი რომ პირველ 11 კაცში მოხვდეს რა. ხო და დღევანდელი გადმოსახედა როგორც მწვრთნელი, როგორც უყურებ ამას. გესმით საკუთარი მწვრთნელების თუ არ გესმით? მაინც მათი გადაწყვეტილებების თქვენთან დაკავშირებით.
არა, მაშინ არ მესმოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან. დღევანდელი გადმოსახედიდან არ მესმოდა. იმიტომ რომ ვიცოდი ისინი რას იმაშობოდნენ. ვიცოდი რომ იმ ფეხბურთელს უფრო მეტი პრივილეგია ჰქონდა, ვინც უფრო დიდი სახელი ჰქონდა და ვისის დიდი ფული გადაიხადა თბილისის ჩემში რა. და ეს ხდებოდა მე უკეთესი ფეხბურთელი ვიყავი. უკეთესი ფეხბურთელი ვიყავი, ვიმსახურებდი თამაშს და არ მეძლეოდა იმის თამაშის საშუალება. და ეხლა ამას მე როგორც ვწდელი ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებაში, ხო? ვცდილობ ყველანაირად რომ აი ეს არ ვაგრძნობდიო, რასაც ვგრძნობდი მე როგორც ფეხბურთელი რა. ეს როგორ გამომდის, ხო? მე იმას გეუბნები. მე შეიძლება შევწდე როგორც ადამიანი. მე არ ვწდები როგორც ვწდელი. მე შევწდე როგორც ადამიანი რა, შეცდომა დაუშვა და ვიღაცას მართლა ისა, მაგრამ იმით რომ ამა ვიღაცა ჩემთვის ვიღაცა უფრო მომწონს ვიღაცაზე, ხო, ეგეთ რაღაცას არ იმარშვები რა. და ვცდილობ ყველანაირად რომ ვიყო მოგწონს არა შეხო ეგ მოგწონს იმ გაგებით მოედანზე როგორ იქცევა და მწვრთნელი ხო თავის გეუბნებით ღებულობს გაწყვეტილი. ხო არის ვიღაცას რომ ვიღაცა ისა რა ქვია თავისი ის ყავს რა ქვია იმას ლუბიმჩიკიო რო იტყვია რა რო იძახოდა რა ეგეთი რაღაცა ჩემს იმაში არ არის რა ჩემს იმაში ის არის რომ ეს არის საუკეთესო 11 კაცი დღეს რომელიც გავა მინდორზე და შედეგს დადებს რა შეიძლება მეორე თამაშზე შეიძლება სულ სხვა ხალხი იყოს რა ეს არ ნიშნავს იმას რომ მე დღეს თამაში მოვიგე და ეს იმას ნიშნავს რომ მეორე თამაშზე ის 11 კაცი უნდა გავიდეს რა იქ თამაშიდან თამაშამდე არის კიდევ ერთი კვირა რა იქ შეიძლება ვიღაცა სხვებმა გამოიჩინონ თავი შეიძლება მე როგორც უყურებ ხო ის უფრო მზად არის ამ თამაშისთვის და ის უფრო კარგად გამოიყურება ამ თამაშისთვის ამ ვარჯიშებმა დამანახა რომ ეს ფეხბურთელი მაითამაშოს ეს თამაში რა ეს არ ნიშნავს იმას ჩემთვის რომ დღეს თამაში მოვიგეთ და მომავალ კვირას იგივე შემადგენლობა ითამაშებს შეიძლება იგივე მითამაშოს მაგრამ შეიძლება მე ვარჯიშებიდან გამომდინარე ვიღაცა უფრო მომეწონოს და ვიღაცა სხვა ვიღაცა დავაყენო და ამით გუნდმა თამაში მოიგოს და არა ის რომ ვიღაცა იმიტომ რომ 11 კაცმა წინა თამაში მოიგო და ის 11 ითამაშებს ამ თამაშსაც რა საქართველოში ამ პერიოდში ვარდების რევოლუცია ხდება და მთავრობა იცვლება. ამ დროს კრიზისია ქართულ ფეხბურთში ობიექტურად, იმიტომ რომ ის თაობაც რომელიც 90-იან წლებში წამოვიდა ასაკშია, თქვენც უკვე 32-33 წელს გადაცილებული ხართ. და ქართული ფეხბურთი ვერ ამოდის იმ დონეზე რომ გავიდეს რომელიმე ფინალურ ტურნირზე რომელიღაც თამაშის. რა სulis ვარდების რევოლუციით მიშას ხელისუფლების მოსვლა? რა იცვლება, იმიტომ რომ მახსოვს რომ მაგ დროს სპორტის ისევ ყურადღების მიქცევა, მათ შორის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისას იწყება. ფეხბურთზე შეიძლება ნაკლებად გამოვიდა ეს, მაგრამ მახსოვს რომ ოლიმპიადაზე რაღაც განსაკუთრებული ყურადღება იმატებს მათ შორის საპრიზო ფონდების სხვადასხვა რაღაცეებში. კაია, მე მაგას ვემხრობი, რომ ბიჭები, რომლებიც ოლიმპიადაზე არიან, ჩვენი სპორტსმენები რომ რაღაც დიდ მიღწევებს ვაქცევენ, რომ სახელმწიფო რაღაცნაირად ეკონომიურად ეხმარება, ეგ კაია. ნუ ეხლა როცა მიშა მოვიდა, მე უკვე დანებებული მქონდა რაღაც ნაკრებში 2003 წლის ვერ არ გითამაშიათ? არა, 2000 არა, მე ნაკრებში 2003-ის მერე კი ვითამაშე კი, მაგრამ მაშინ ხო მიშა არისო 2003-ს. მოდის მოვიდა. 2003-ში მოდის მიშა. 2004-დან მოდის, მაგრამ 2003-ში რევოლუცია ხდება ვარდების. ხო და მე მოვედი, მე ვითამაშე 2002-ში მე მგონი და მე უკვე აღარ ვითამაშე 2002-2003-ში არ მახსოვს, და მე აღარ მითამაშია ფეხბურთი. მე მიშას დროს მოვედი უკვე როგორც ცდელი. მიშა მომიყვანა, ხო. მაგამდე მივალთ, ეგ ცალკე მაინტერესებს თქვენი რუსთენის, მაგრამ მინდა რომ ფეხბურთელის, კაბინეტო თქვენ მოთამაშე მწვრთნელი ვიყავით, ეს კითხვა ამას ვერ მოთამაშე მწვრთნელი ვიყავ. მე ჩავედი კიბზე, პირველ 2002-ში ჩავედი კიბზე. და ტიტული მოიგეთ, როგორც მოთამაშე მწვრთნელი. 2002-ში წავედი, თასი მოვიგეთ 2002-2003 ხო და 2003-4 თამაშობ, ჯერ ფეხბურთელი ვარ და მირეკავს გუნდის პრეზიდენტი რა. რაღაც სალაპარაკო მაქვს შენთან და მოდიო ჩემთან ოფისშიო რა. ჯერ მარტო ფეხბურთელი ხარ? ფეხბურთელი ვარ, ხო. ხო და ესე და ესეო, სელმა განცხადება დაწერა და გუნდიდან წავიდა. ხო და მეთქე მე რა შუაში ვარ.
მინდა რომ შენ იყო როგორც მწვრთნელი და როგორც ფეხბურთელიო. რა მე უთხარი ახლა ხოჩა ჯერ კიდევ ფეხბურთს თამაშობდი მიუხედავად იმისა რომ ეს უკვე ბოლო წლებია ჩემთვის იმისთვის იმას კი არ ვფიქრობ რა მოხდება რომ დავანებე ფეხბურთის თამაშს რა ჯერ კიდევ ფეხბურთზე ვარ რა კონცენტრირებული 36 წლის კაცი რა ხო და 36 წლის კი არა 34 წლის კაცი ხო და ამაზე არ მიფიქრია მეთქი და მომენტს ერთი დღე და ვიფიქრებ და პასუხს გეტყვი არა დღეს ეხლა მინდაო შენი პასუხიო რომ შენ გულ ჩაიბარებ. ნუ კაი მეთქი რა, ნუ რაღაცა დავთანხმდი რა ამ იმას რა. და ნუ ეგრევე უკვე მანქანაში ჩავჯექი და უკვე დაურეკე ახლობლებს რაღაცა რაღაც ფეხბურთელები რომ მინდა რომ ჩემთან ერთად გუნდში მოვიყვანო როგორც მწვრთნელ სამწვრთნელო შტაბი რომ მე ახლა ხო იცი მაინც მინდორზე ვარ რა თამაშობ. ხო და ახლა ვიღაცა ხო უნდა იყოს სკამზე ისეთი ვიღაცა რომელთანაც კომუნიკაცია რომ მქონდეს რა. და 2004-5 წელი იწყება ამ დროს კიპრი შედის ევროპის გაერთიანებულ წევრების იმაში, რა ქვია, ხდება სრულუფლებიანი, რა ქვია, იმას წევრი ევროპის და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ იქ სადაც მარტო 5 უცხოელი შეგვეძლო მოგვიყვანა, შეგვიძლიათ მოვიყვანოთ 15 უცხოელი რა. ხო და მე ნუ რაღაც ქართველები მიყავთ. ქართველები მიმყავს, ბლომად ქართველები, არ მინდა არავინ გამომჩეს, ყველა მიცის პრინციპში ვინ მყავდა იქ ქართველები, პლუს ამას ვამატებ ბერძნებს, პლუს კიდევ მომყავს 1-2 ფეხბურთელი, რა ქვია იმას ევროპიდან და მოვიყვანეთ 15 ფეხბურთელი და ძალიან მაგარი გუნდი გავაკეთეთ და გძნობ რომ ამ გუნდით შეგვიძლია რომ კარგად იმას აქვთ რა. და ვიგებთ ჩემპიონატს რა, 4-5 ხდებით ჩემპიონები. ხდებით ჩემპიონები პრინციპში მთელი სეზონი სულ ერთი თამაში წავაგეთ, ერთი თამაში წაგება ჩაგვითვალეს, იმიტომ რომ გასვლის თამაში ქონდა აპოელთან, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა ჩემპიონობისთვის. გასვლის თამაში მოვიგეთ 3-2, ამ თამაშზე მე გავიტამე 3 გოლი, მწვრთნელმა და ფეხბურთელმა. და თამაშობ მეორე უკვე 5 ქულით ვასწრებ და თამაშობ თამაშს სახში. ისევ ამათთან? არა. მეორე გუნდი არის 2-0-ს ვიგებთ. პირველი ტაიმია და ვიღაცა ჩვენმა გულშემატკივრმა გადმოაგდო. აი ხლაპოშკასავეთ რომ ფეთქდება და ყვამს რო უშევს. 10 მეტრის იქით და მეკარე დაეცა და იძახის რომ ფეხში მომხდაო და ჩაიშალა თამაში რა. და წაგება ჩაგვითვალეს რა. წარმოიდგინე რა ხდება. წაგება ჩაგვითვალეს ეს განერულებული ყველაფერი ისა და 5 ქულა ქონდა განსხვავება და მეორე თამაშს თამაშობთ კი მე გასვლას და ფრეს თამაშობთ და ერთნაირი ქულები გვაქვს რა. ჩვენთან სასიხარულოდ ჩვენ ყველა თამაშები მე მოვიგეთ და გავხდით ჩემპიონები რა. და ყველაზე დიდი წარმატება ახლა კიპრის წარმატება ჩემთვის იმის გარდა რომ ჩემპიონთა ლიგა იყო რაღაცა იყო ყველაზე დიდი მოგება იყო ტრაბზონსპორი რომ გამოვაგდეთ ჩემპიონთა ლიგის იმიდან რა. ნუ ახლა ხო ღვაზე ხარ ქვეყანა რომელიც ომშია თურქეთთან, თურქეთს დაპყრობილი აქვს ნახევარი კიპრი. ჩვენ თამაში სახში მოვიგეთ 3-1, მივდივართ თურქეთში. თამაში გვაქვს გადაჭედილია სტადიონი, ერთი იმდენი კიდევ გარეთ დგას და სასტუმროში ცხოვრობთ, ამ სასტუმროში ჩამოკიდეს ერთი თურქული დროშა წითელი, ეგეთი როგორც არის, ისეთი თეთრი დროშა მე წითელი იმით, რა ქვია, მთვარით, რა ქვია, ჩვენ სასტუმროს წინ თელ იმაზე რა. ჩვენ რომ დაგვაშინონ და ხალხი გარეთ ვერ გადიხარ, ხალხი იმუქრება, 5-0-ს მოგიგებ და მთელი ეს ერთი ამბავია და წავედით თამაშზე, წავაგეთ 1-0. არა და ამ დროს თამაში წავაგეთ 1-0, მაგრამ ბოლო წუთზე, თამაშის ბოლო წუთზე გოლი გაგვიტანეს რა. და ხო იცი რა ხდება ახლა ამ სტადიონზე და ამ დროს წევს რა ქვია იმას მსაჯი ოფსაიდს რა.
უაზრე ხარ ეხლა ვინ იფიქრებდა რომ რაც არ უნდა ყოფილიყო რომ აეწია ისა. ნუ პრინციპში იყო ოფსაიდი, მაგრამ არ გვეგონა და აწია ოფსაიდი დამთავრდა თამაში და ერთი ამბავია და სანამ აეროპორტში მივვალთ, ქვებს ისვიან, ამ ავტობუსს ქვებს ესვიან, ერთი ამბავი. პირველ თამაში 2-0 გახ მოგებული, ხო? 3-1 მოვიგეთ და 1-0 წავაგეთ იქ და გავედით მეთამაშებით Glasgow Rangers play-off-ი ჩემპიონთა ლიგას შესასრულს. მაშინ არ იყო ისეთი რაღაცა რომ play-off-ს წააგებ და UEFA-ზე შედიხარ რა. მაშინ უნდა მოგეგო ისიც რომ თუ წააგებდი, მე ისევ თამაშობდი, მე პალერმოსაც ვითამაშეთ და ნუ აეროპორტში წავედი ჩვენ ქვებს გვესვიან, დაამტვრიეს ავტობუსი, ერთი ამბავია და ამ დროს ჩავდივართ კიპში რა. ნუ იქ არ ვიცი 20,000 კაცი იყო აეროპორტში რა. ხო იცი აი თვითუნავი მოდის და ამ წყალს ასხამენ ამ თვითუნავი რა ქვია იმას ამ პაჟარნიკები რა ქვია იმას რა ქვია და მთელი ისა და მთელი ხალხი გახარებული მთელი ქვეყანა ფეხზე დგას რა. ესეთი ის იყო მნიშვნელოვანი იყო მაგათთვის ეს თამაში რა. და ნუ ყველა გმირები და ეგ მოგება ითვლება იმის რა ქვია კიპრის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი გამარჯვება. უკვე ჩემპიონთა ლიგა და რაღაცა იმდენია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის დროსაც რომ გავედით, ეგ პირველი შემთხვევა იყო, რომ ჩვენ კიპრის გუნდი მოხვდა ჩემპიონთა ლიგას და ეგეთივე სიტუაცია დატრიალდა იმ დროსაც რა. ნუ იმის მერე ბევრჯერ ითამაშა კიპრის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა კიდო და წელსაც თამაშობდნენ. და UEFA და კონფერენც ლიგა რა. პრინციპში კიპრის ფეხბურთის დონე ღმერთმაქნას ეგეთი დონე რო გქონდეს აქ ჩვენ საქართველოში, ალბათ მაგარი ის იქნება. ყოველ წელიწად კიპრის ჩემპიონატი ჩვენ ჩემპიონატს ბევრად ჯობია. ბევრად კაცო, დიდი განსხვავებაა. პრინციპში იცი რა არის ახლა კიპრი უფრო მიმზიდველია იმით რომ იცი რა არის ახლა ყველა მიცის კიპრი, კაი კუნძულია, კაი ამინდი არის, კურორტი, ზღვა მერე მნიშვნელოვანია ეს უკვე ფეხბურთელების რომლებიც უკვე ფეხბურთის თამაშს თავის დანერებას აპირებენ და იმათვის ოჯახი უფრო ისა და ხო იცი აქ არ ჭირდება არც თვითმფრინავი ჭირდება არც მატარებელი ჭირდება თამაში დამთავრდება თუ არა რაც არ უნდა შორს იყოს უკვე 1 საათში სახში მაქსიმუმ 1 საათში სახში ხარა და ეს კაი ის არის რა. ამიტომ თვითონაც მე кайფოს იხდიან გუნდები. გუნდების ბიუჯეტი იქ არის 5 მილიონი, 8 მილიონი, 10 მილიონი არის გუნდები, რომელსაც 15 მილიონი ბიუჯეტი აქვს და ეხლა აქ საქართველოში ვიცი მე რომ გუნდები არის მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი და ეხლა მილიონ ლარად რა გუნდი უნდა გააკეთო ისეთი რომ UEFA-ზე რაღაცას მიაღწია. ეგ დიდი პრობლემაა. უკვე მწვრთნელობის პერიოდი მინდა საქართველოში. რა გამოწვევები, რა დავალებით მოდიხარ საკუთარ თავს რა დავალებას აძლევს საქართველოს ნაკრებში იმ პერიოდში როცა მოდის მწვრთნელი? ძალიან ცუდი პერიოდი არის რა. არა მარტო იმაზე ფიქრი რომ გუნდი გასულიყო ფინალურ ეტაპზე, თამაშებსაც ვიგებ, მე მახსოვს რომ მაშინ მე რო ჩამოვედი 16 თამაშიდან ერთი მოგება ჰქონდა გუნდს და 12 წაგება და რაღაც ისა ის იყო ჩემ წინ მე მგონი ის იყო რა კუპერი. თუ არ ავიცნება რა. ნუ მე კიპრიდან წავედი ანორტოსისიდან, იმიტომ რომ იქ აირია გუნდში სიტუაცია, პრეზიდენტი დაიჭირეს, რაღაც ეკონომიკური სკანდალი მოხდა, ამ ეს ფული ვერ გაიყვეს, ეს ფულმა გააგიზა, ჩემპიონთა ლიგამ გააგიზა და გუნდი დაშალეს. და მე ერთი თვით ადრე სანამ ჩემპიონატი დამთავრდებოდა უთხარი რომ მე აღარ მინდა გუნდში მუშაობა, ჯობია ვიღაც ახალი მწვრთნელი მოიყვანო და იმან რომ მეორე სეზონისთვის გუნდი გააკეთოს. ამ დროს მირეკავენ საბერძნეთიდან რა. ჩემპიონთა ლიგაზე რო გავედით, ჩვენ ოლიმპიაკოსი გამოვაგდეთ რა. ხო და ამის პრეზიდენტი ოლიმპიაკოს პრეზიდენტი მირეკავს და მეუბნება რომ აი ჩვენ თქვენთან გვინდა ლაპარაკიო და ჩავედი ათენში. მოვაწერე ხელი სამწლიან კონტრაქტს, ყველაფერი მომზადები იმისთვის, რა ქვია, ჩემპიონატისთვის. ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, ოლიმპიაკოსის გავიყვანე ჩემპიონთა ლიგაზე, 4 თამაში 4 მოგებით, უკვე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა, მაგრამ იმათმა არ მაპატიეს ის, რომ მე მაშინ აეკიდან ნიუკასლში რო წავედი და ოლიმპიაკოსში რა წავედი, პლუს კიდე ეს ოლიმპიაკოსი გამოვაგდეთ ჩემპიონთა ლიგიდან კიპრის გუნდმა და ნუ თავი მოიკლეს შემადგენლობა ფეხბურთელებმა არ გვინდაო ეს ტრენერიო და გაუშვიდო და სხვა მოიყვანა. მოგებული მწვრთნელი? მოგებული მწვრთნელი ზუსტად და ესე. აუცნაური დამოკიდებულება. 7 თამაშიდან 1 ფრე, 6 მოგება,
ჩემპიონთა ლიგაზე გავიყვანე გუნდს ავაღებია 15 მილიონი და სამწუხაროდ მომიწია იქიდან წასვლა გუნდიდან რა. და სახში მივედი იმ ღამეს, უკვე იცოდნენ უკვე ამბავი და მირეკავს სპორტის და კულტურის მინისტრი ნიკა რუვა, ცხონებული. ესე და ესეო გვინდა თქვენთან ლაპარაკიო და რო საქართველოს ნაკრები ჩაიბაროთო რა. ნუ ერთი დღეს არ არის გასული რა. მეუბნები წავმოვიდი გუნდიდან, სახში მივედი და ტელეფონის ზარი რა. ხო და ესეო რომ გადავწყვიტეთო რომ გვინდაო თქვენთან ისა ხელშეკრულება დავდოთო და ნუ გვინდაო რომ გუნდი ჩაიბაროთო, ესეთი სიტუაცია არის, გუნდი ძალიან ცუდი შედეგები აქვს და გვინდა რომ ჩვენ გუნდს დაეხმარო რა. ნუ მეთქარი გაიმეთქი რა, შევხვდეთო ესპანეთში, მეთქარი ესპანეთში რამიდა, ჩამოვალ თბილისში და თბილისში შევხვდეთ და ველაპარაკო და ჩამოვედი თბილისში. და მომაწერე 2 წლიანი კონტრაქტი რა. მაშინ მიშა არის ქვეყნის პრეზიდენტი. რა ვიცი, კარგად დავიწყეთ რა, ერთი წელიწადი 5 მოგება, 5 ფრე. წარმოიდგინეთ, 16 თამაში მოუგებლობის მერე ჩამოვედი, გუნდი ნაკრები ჩავიბარე და 10 თამაშიდან 5 მოგება, 5 ფრე, ერთ წელიწადში რა. მიშა შეგხვდათ როგორც ნაკრების წნას? მიშას გადავალება ხორვატიას მოუგეთ. უკვე 11 წელია. ხორვატიას მოუგეთ. კობიაშვილის გოლით. კობიაშვილის გოლით. ხორვატიის ყავდა რაღაც, არ ვიცი, ფანტასტიკური ნაკრები. და მიშა გვირეკავს, მე და ზვიადი სიჭინავა არის მაშინ ფედერაციის პრეზიდენტი და ნუ შეხვედრა გვინდა თქვენთანო და ამოდითო რა. და წავედით სასახლეში რა, პრეზიდენტის სასახლეში, ზევით რო არის რა ქვია. ახლა რო არავის არ უშვება. ხო და ნუ ავედით რა და ნუ რაღაცა გახარებული იყო ხო იცი ხა მაინც ფერბუთი რაღაცა ფერბუთი ბევრი არაფერი არის მოდა არის მის მაგრამ ნუ გახარებული იყო რომ ამ ცეთი სიხარული იმიტომ ხალხი გამოსული იყო ქუჩებში და ერთი ამბავი იყო იქ სტადიონიდან ესო დაინახა ხა მიხვდა ხა ნორმალური ადამიანი მიხვდება რომ ამ ხელა სიხარული მოაქვს ამ ფერბუთს რა როგორც ახლა ნაკრებმა რომ მიაღწია შედეგს და მთელი ქვეყანა რომ ქუჩაში იყო გამოსული რა წარმოიდგინე ახლა ქუჩაში ახლა ვინ გამოიყვანს მთელ ქვეყანას ვერავინ ვერც პოლიტიკოსი ვერც დიქტატორი ვერც ვერავინ ხო ეგრე არ არის ამდენი ხალხი რომ ქუჩაში რომ გამოვა ამ ხელა სიყვარულია ამ ფეხბურთს და ესე უყვართ ფეხბურთი და ნუ მქონდა ეგ ლაპარაკი რაღაცა რომ აი დაგეხმარებით ყველას იმით აქეთ და სიმართლე რო გითხრა იმის მერე თამაში ვერ მოვიგეთ რა. თვალი გეცეთ. ო თამაშო მოგებაზო ბუს მოგცემდა ესაო მე იმის მერე თამაში ვერ მოვიგეთ რა. პრინციპში არა ნუ მე თაობათაცვლა იყო რა იქ ბიჭები იყვნენ რომლებიც მართლა საუბარი თამაშობდნენ და უკვე განში შესულები იყვნენ და ნუ მე ფიქრობ რომ შეიძლება ჩემი შეცდომა ის იყო რომ სანამ იმ ბიჭებს თამაში შეეძლოთ რომ მაგრამ უკვე ეს 2 წელიწადი მთავრდებოდა გაიგე და მე ისე მქონდა მოლაპარაკება მთავრობასთან და ეგეთი ის იყო რომ აი გავახალგაზრდოთ გუნდიო რა ახალი ფეხბურთელებს მივცეთ შანსიო და 20 წლიანი კონტრაქტი მოვაწერე და ეს 2 წელიწადი გამოვიყენოთ იმისთვის რომ ვიღაც ფეხბურთელებს მივცეთ იმის შანსი და რაღაცა რომ თავათაცვლა წავიდეს სწორად და უკვე მეორე იმისთვის რა ქვია ტურნირისთვის უფრო მზად რო ვიყოთ რა მაგრამ სამწუხაროდ თაობათაცვლა კი არა ის ბიჭებიც ნუ მოუწია წასვლა და აქედანაც კიდევ ვერავინ ვერ იმასქენით რა ქვია ნაკრებისთვის იყო მომენტები როცა ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები მოყავდათ რომლებიც არა მარტო არ თამაშობდნენ გუნდში გუნდებიც არ ყავდათ რა ჩვენ მოვყავდათ ერთი კვირით ვავარჯიშებდით და მე აი თამაშებზე გავდიოდით ესეთი სიტუაცია დაგვიდგა სამწუხაროდ ნუ პრინციპში არ წავიდა ისე საქმე როგორც გვინდოდა და მე სანამ დამიმთავრდებოდა ჩემი კონტრაქტი ერთი წლით ადრე წავედი უკვე ქართული ოცნებაა მთავრობაში ხო ამათი მიდგომა ფეხბურთში რითი განსხვავდებოდა ნაცების მიდგომისგან
არა, ნუ ეხლა ამათ მიდგომას რო უყურებ, მიხარია სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ხო იცი, აი სპორტში, არ და მარტო ფეხბურთში, სპორტში ყველგან დადიან და რაღაცებს ცდილობენ რომ გააკეთონ და სტადიონის გააკეთონ. ისინი ხოცილობდნენ. კი, არა, მე არა მაქვს ის რა ქვია მას პრეტენზია არც იქით და არც აქით რა. ხო მიხარია რომ ეხლა დღევანდელი მთავრობა რო რაღაცების გაკეთებას აპირებს სპორტში, მთლიანად სპორტს დაეხმაროს და სპორტს გვერდში ამოუდგენ და იმედია რომ ამ ქართულ ფეხბურთშიც რაღაცა კარგს გააკეთებენ რომ რა ვიცი სპორტი წინ წავიდეს. მე ესეთი იდეა მქონდა მათ შორის პარლამენტში როცა ვიყავდი სულ ამბობდი და რაღაცნაირად ვერავის ვერ გავაგონე ეს ამბავი, მაგრამ აი შენთან შევამოწმებ. იქნება რამე შეცდომას უშვებ. ნუ ყველასთვის თავისთავად ცხადი იყო რომ საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრეოდა და 90 წელს თუ არა 91 წელს მაინც ნაღდად დაინგრეოდა, იმიტომ რომ ყველასთვის დაინგრა. ამიტომ შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ 90 წელს გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან შეცდომა იყო, მაგრამ 92 წელს ეს მაინც დადგებოდა. ამაზე ამ კონტრარგუმენტს ვერ ავწდებით. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩვენს ფეხბურთში, რომელიც სულ ნაციონალურ ფესვებზე იდგა, რომ ჩვენი ძირითადი ამბავი იყო, რომ საქართველოში ჩამოდიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, იქნებოდა მოსკოვის დინამო, ტორპედო, კიევი, ესა, ისა და ჩვენ როგორც ქართველები, რომელსაც ერთი გუნდი ყავდა, დინამო, მათ ვებრძოდით მოედანზე. ანუ ეს იყო ნაციონალურ აზარტზე დამყარებული ეს იყო როგორც ნაკრები, საქართველოს ნაკრების დინამო, საქართველოს ნაკრები. რომელსაც ყოველკვირა თამაშები ჰქონდა ფაქტობრივად და ყოველკვირა ვიღაც უცხო ხალხს ეთამაშებოდა. და ამიტომ იყო სავსე სტადიონი. ამიტომ იყო სავსე სტადიონი, იმიტომ რომ ეს იყო აზარტის საკითხი. ანუ აი პირობითად თუ ბრაზილიური ფეხბურთი დგას რაღაცა იმაზე, სპორტ სკოლების ერთმანეთთან შეჯიბრებაზე, ან რაღაც სხვა ფილოსოფიურ ნაწილზე, ჩვენი იდგა ეთნოსების შეჯიბრებაზე. საქართველოში ოდესმე ყოფილა თუ არა სერიოზულად განხილული, რომ ამის ნაცვლად, აი რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, გვეთამაშა ან ამიერკავკასიის ჩემპიონატი, ან რაღაცა სხვა ლიგა, აი სხვა რაღაცა მოგვიფიქრებინა. რითაც ამ ჩვენს ნაციონალურ ეთნიკურ შეჯიბრს დავტოვებდით და საზოგადოებას ეცოდინებოდა, რატომ უნდა მისულიყო მოედანზე საგულშემატკივროდ. ასეთი ტიპის იდეა, როდესმე პრევალირებდა თუ არა ამ საზოგადოებაში, როდესმე იყო თუ არა სერიოზული მსჯელობა, იმიტომ რომ მე რო წინა პარლამენტში როცა ამაზე ვსაუბრობდი, არ დამჩა შთაბეჭდილება, რომ ვისაც და ბევრ ადამიანს ველაპარაკე, ამ თემასთან დაკავშირებით ვინმე სერიოზულად რამე ნაბიჯს გადადგმას აპირებს. მეც გეთანხმები, იყო ლაპარაკები, მაგრამ ეს სერიოზულად არავის არ მეუღია, ისე რომ აი ამ თემაზე ვიღაცას ეფიქრა. იმიტომ რომ არ ვიცი ახლა თვითონ UEFA-ში როგორ იმას იზამდი ამ იმას რა. კი ეს ჩემპიონატისთვის ხო? შეიძლება კარგი ის ყოფილიყო ჩვენ სომხები და აზერბაიჯანი ამას გულისხმობ. დაახლოებით. ანუ სხვა უკეთესი ვერსია ვიღაცა შევთავაზოთ. ეხლა უფრო შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, იმიტომ რომ სომხები და აზერბაიჯანელები რაღაცა უკვე კონფლიქტი 90-იან წლებში არ ყოფილა ამაზე საუბარი, როცა იშლებოდა საბჭოთა კავშირი. არა, მე არ გამიგია რა. და მე არ ვეთანხმები, მე არ მინდა რომ ეგეთი ჩემპიონატი იყოს. მე ის მინდა რომ ჩვენ შეგვიძლია რა, რომ გავაკეთოთ ისეთი გუნდები რატო თუ შეუძლია აზერბაიჯანს, თუ შეუძლია ყაზახისტანს, თუ შეუძლია სომხებს. ხო, მაგრამ რა გუნდი იყავთ ამათ? როგორ ეხლა ყარაბახი აგერ პლეი-ოფს თამაშობს ეხლა ჩემპიონთა ლიგის. ხო და არა, კი, ჩვენ გვინდა რომ ბევრი გუნდი იყოს, მაგრამ ვერ გავაკეთებთ რა, იმიტომ რომ არ არის მე ეხლა აი ქუთაისის ტორპედოსთან მქონდა ლაპარაკი რა. და ნუ აქ იყო იმაზე ლაპარაკი და ნუ ჩვენ დავჯექით, ბევრი ვილაპარაკეთ და ჩემი იდეა იყო ესეთი რა. რომ აი ძალიან ძნელია ქუთაისში, რაც არ უნდა ფული კონდეს, ხო? ვიღაცა უცხოელები ჩამოიყვანო. ბევრი პრობლემებით არის ეს პრობლემებთან არის დაკავშირებული რა. იქ ოჯახი ხო უნდა ჩამოიყვანო. ოჯახი რო ჩამოიყვანო, ხო? იქ ხო უნდა იყოს რაღაცა მარტო ფეხბურთი, მარტო ბაზარზე და მარტო სახლში ხო არ იძდები მთელი 24 საათი. რაღაც უფრო მე იმას კი არ ვიძახი, რომ იქ ბავშვი ხო უნდა წაიყვანოს სკოლაში. უცხო სკოლაში ხო. ეხო არ არის ეხლა იქ ისა. იქ ხო რაღაცა უფრო მეტი შანსი კონდეს ოჯახს, რომ გაიაროს, გამოიაროს რა. ეს პრივილეგიები აქ თბილისს და აქ ბათუმს. სადაც არის უფრო მეტი შესაძლებლობები გართობის. ნუ გართობისაც და ბავშვებისაც ოჯახისთვის გეტყვით. აი დორტმუნდი არ არის მაგალითად, დორტმუნდი ასევე ქუთაისივით ქალაქია ამ გაგებით. მაგრამ დიდ ფეხბურთს თამაშობს.
შენ ახლა გერმანიას ადარებ საქართველოს ხო და მე ისეთ თქმა მინდა იცი რომ მე აზარტს ვადარ მე რას ვიძახი რა აზარტი იცი რა არის ახლა ჩვენ მაშინ რაღაცზე გამოვეყავით ამ იმას მაშინ შევქნათ ფრიანად ქვეყანა რა ქვია იმას ჩვენ სამ ქვეყანაში ერთი ისა რა ქვია იმას და ვიყოთ ერთად რა ქვია როგორც ქვეყანა რა ჰოლანდია ბელგიის ჩემპიონატების გაერთიანებაზე ხო იყო საუბარი იყო მაგრამ არასერიოზული იყო ეს ყველა რა თვითონ UEFA თვითონ ახლა იცი რა არის მე რას გეუბნები შეიძლება მაშინ გეტყვი პირდაპირ აზერბაიჯანს უფრო მეტი ფული აქვს და უფრო უკეთეს გუნდებს გააკეთებს და საერთოდ UEFA-ს ვერ გაეკარები რა ვერც UEFA იმას ითამაშებს ვერ კონფერენცია დამოუკიდებლად ჩვენ აზერები მოგიგებენ უშანსად ფეხბურთს თუ აქ იმას კი არ გეუბნები რომ აზერი ფეხბურთელები გაიზდებიან აქ აზერბაიჯანს ფული აქვს და უფრო უკეთეს ფეხბურთელები რატო არ შოულობთ ეხლა რა გვისლის ხეს ვერ გავიგე ახლა რატო უნდა მივიდე მაგალითად რატო უნდა მივიდეს ქართველი კაცი ესე შეხედე რომელიც შეჩვეული იყო იმ დიდ ფეხბურთელს რომელიც პირობითად ამ ქვეყანაში ოდესღაც იყო რატომ უნდა მივიდეს ის პირობითად ზესტაფონის და გორის თამაშზე აი რატომ უნდა მივიდეს ამას ხო ვერასდროს იქ გასაგებია როცა ჩამოდის რომელიღაცა ერევნის გუნდი ან ნახიჩევანის ან ვიღაცის გუნდი იქ გასაგებია რომ ზესტაფონელი კაცი რატომ უნდა მივიდეს სომხების ან აზერების დასამართლებლად რატო არ უნდა მივიდეს ქუთაისელი რატო არ უნდა მივიდეს ზესტაფონელთან თამაშის დროს მე ქუთაისელი ვარ და ქუთაის გულშემატკივრობ და მინდა რომ ზესტაფონს მოუგო მინდა დინამოს მოუგო თბილისის დინამოს მოუგო მინდა რუსთავს მოუგო მინდა იმას მოუგო პრობლემა ეგ არის ჩვენთან რომ იცი რა არის იქ ხალხი რა ქვია იმას არიან ხალხი რომელსაც დღევანდელი ფეხბურთი რა არის რატო არიან ეს მილიარდერები რომ გუნდებს ყიდულობენ და ბასკეტ კალათბურთის გუნდებს ყიდულობენ რატო მილიარდერია უკვე ცხოვრების აზრი აქვს იმას დაკარგული უნდა რომ რაღაცით გაერთოს რა და ამაზე უკეთესი გასართობი არ არსებობს ვიყიდი გუნდს დავაკომპლექტებ გუნდს და მინდა რომ ამ გუნდით მოიგო ყველაფერი რა ეს იყო იმ საქმე იმას ჩვენთან არ არიან ხალხი რომლებსაც ფული აქვს ჩაი აქ იძახიან რომ არიან ისინი მილიარდ მოგებას გებულობენ წელიწადში რა რატო არ შეიძლება რომ რაღაცა ერთი ამ მილიარდიდან ერთი 10 მილიონი იქნება თუ 20 მილიონი იქნება ლარი ჩადო ვიღაც საფეხბურთო გუნდში რომელსაც თუ გიყვარს მართლა შენი ქვეყანა თუ გიყვარს ფეხბურთი და რაღაცით დაეხმარე ქვეყანას ჩვენთან რატო არ კეთდება ეს რატო კეთდება იმას გეუბნებით აზერბაიჯანში რატო კეთდება ის აზერბაიჯანელები არიან რომლებიც ამ იმაში ამ ყარაბაღში ფუძდებენ ყარაბაღი არა მარტო გუნდზე არის აქ არის პოლიტიკური ისიც არის ჩადებული რომ დაანახონ რომ ყარაბაღი ამათია რა და ბოლოს მაინც დაიბრუნეს ეს ყარაბაღი რა ჩვენთან კიდევ მახსოვს მე წინა წლებში რა ქვია წინ ერთი ოდის იყო ცხინვალი იყო UEFA-ზე გავიდა და მივიდნენ და თხოვეს რაღაცა ფული რომ დახმარებოდნენ და რა ფული ისა რატო არ შეიძლება ჩვენთანაც გაკეთდეს რა ქვია სოხუმის დინამო რა შეიძლება გაკეთდეს ცხინვალის რა ქვია სპარტაკი რო იყო ჩვენს დავანახოთ რომ ეს ჩვენია ეს ტერიტორიები რა თემ სოფლიოს რა ეს პოლიტიკური ის არის ჩადებული იმ ყარაბაღში და იმიტომ არის იქ ფული რო იდება იმიტომ არის იმ გუნდს რო აკეთებენ რა გავაკეთოთ ჩვენთანაც კაი ჩემპიონატი კაც ჩამოვიყვანოთ ეს უცხოელები ხედავთ არ იზრდება იმდენი ქართველი ფეხბურთელი იმ დონის რომ ჩვენ ევროპაზე რო გავიდეთ და რაღაცას მივაღწიოთ რა ჩვენ კი არა ინგლისი ნახე რა 80% უცხოელები არიან რა იქაც არ თამაშობენ რა ქვია იმას იქაური ფეხბურთელები თემსოფლიოში ეგრეა მთელ ევროპაში ეგრეა რა და ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ ვიღაც სანამ გაიზრდება გადის ეს წლები გავიდა 10 20 30 წელიწადი და ერთხელ ვერ მოხვდით იმაზე რა კიპრი ამხელა ქვეყანა არის თქვენ კაი ხალხო რა ამხელა პატარა ქვეყანა არის და ყოველ წელიწადს 3 გუნდი ყავს ევროპის იმაზე მე-15 ადგილზეა კიპრის ისა შეიძლება უკვე ამ წელიწადს კი არა მომავალ წელიწადს ეყოლება 2 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ კიდევ ერთი ვერ გავწდით პირველ იმას რა ქვია და იმას ვიძახი რომ არ არის პატრიოტი ხალხი არ არის ხალხი რომელსაც მართლა ფეხბურთი უყვართ შეიძლება ფეხბურთი არ გიყვარდეს შეგაიგაძო ფული გაქვს მაგრამ ამ ფეხბურთში ჩადებ ან სპორტში ან რაღაცაში რაღაცა ხო უნდა გავაკეთოთ რა აბა ჩვენ ველოდებით ინოპლანეტიელები ჩამოვლენ და ქვეყანას აგვიწყობენ და ეგრე არ არის ეს ქვეყანა მე მას ბიზნესმენების რო ქველმოქმედები არიან ბიზნესმენები საკუთარ გართობაში იმდენ ფულს ჩადებენ რამდენი კაი ფეხბურთის თამაში ჭირდება საქართველოში მაგას ვერ ვიჯერებ სწორედ ამიტომ ვცდილობ რომ შევქნა რაღაცნაირად რატო გვაქვს მაშინ ამბიციები იმიტომ გვევასება ფეხბურთი
ძალიან მარტივია. მაშინ ფეხბურთი გვევასება, მაშინ ამიტომ არის რომ უყურებთ იმას, რა ქვია, პრემიერ ლიგას და ცხადია, მაგრამ აი პრემიერ ლიგას ჩვენ ვერასდროს ვერ გავაკეთებთ ხო გასაგებია. ნუ ეხლა ეს იასნია, ნუ რა. მაგრამ ჩვენ მართლა რომ აზარტი შევქმნათ. ანუ მე არ მჯერა იმის რომ ჩვენ კარგ ფეხბურთელებს ვიყიდით ბრაზილიაში, საქართველოს ჩემპიონატში ვათამაშებთ და აქედან გრძელვადიან პერსპექტივაში რომ რამე გამოვა, მაგის არ მჯერა. მე მჯერა იმის რომ ჩვენ თუ აქ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც რაღაც უცნაური აზარტის გამო, აი რაღაც მე წეგამ თქვი რომ ვეთამაშებით სომხებს, ვეთამაშებით აზერებს, შეიძლება ვეთამაშებით შუა აზიასაც, შეიძლება თურქებს ვეთამაშებით, არ ვიცი ვის ვეთამაშებით. მაგრამ თუ ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ და ახლა UEFA-ში რო კორუფცია ყველა მეცის და ჩავაწყობთ UEFA-ში. რომ ჩვენ მოგვეცემ ამის საშუალება, რომ ჩვენთან არ არის კორუფცია UEFA-შია მარტო. არა, კორუფცია ყველგან არის და UEFA-ში უბრალოდ ცნობილი ფაქტია რომ კორუფცია არის. კი, მაგრამ გეთანხმება, კაი, გაკეთდა ეს ისა, რა ქვია იმას. აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. მაგრამ მაინც ხო არ აყავს ეს ქართული ფეხბურთელი, ხო? მაინც ხო უცხოელი უნდა ჩამოიყვანო. მაინც ხო უცხოელი უნდა ჩამოიყვანო. კი, მაშინ აზრი ექნება რატო ყიდულობ. უკვე გეცოდინება ბიზნესმენმა იცის, მიდიხარ ეუბნები რომ აი მე იმისთვის რომ აგერ ამიერკავკასიის ჩემპიონატს სომხებს აზერებს მოვუგო ფეხბურთელი მჭირდება. გასაგებია რატომაც ყიდულობ უკვე. მაგრამ აქ ზესტაფონი გორს რო ეთამაშება. იცი რა მიხვიდე კაცთან და მილიონი მომეც ფეხბურთის საკითხლათო, ხო გეტყვის რომ რა აზრი აქვს ზესტაფონი გორს შორის. იმიტომ კი არა რომ სწორია. უბრალოდ ასე გეტყვიან. და ეს არასტორია, მე აი ისე რო ფიქრობს ხალხი და იმიტომ ვარ ესე რა. იმიტომ ვარ ეგ სიტუაციაში რა. მე არ ვიცი ახლა მე პოლიტიკოსი არა ვარ, მე გაიგე და ახლა შენ პოლიტიკაში ხარ, ამდენი წელიწადი პარლამენტში იყავი რაღაცა, თქვენ უფრო უკეთესად იცით რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. მე არა ფეხბურთში მე თავს ვერ მიცემ უფლებას შეზოგეთ ვიცოდე. მე არასოდეს არ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას რომ პოლიტიკაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ პოლიტიკა არის ყველაზე ბინძური საქმე რა. იმიტომ რომ პოლიტიკაში დღეს ამას იტყვი ხვალე სხვა რაღაცას იტყვი რა. პოლიტიკის ამბავი არ არის, იმ ხალხის ამბავია, ვინც პოლიტიკაში არის სამწუხაროდ. მაგრამ ყველგან ესია რა, რა გონია რა, კიბზე უფრო უკეთესი სიტუაცია, ან ევროპაში უფრო უკეთესი სიტუაცია, ყველგან არის ეგეთი ისა რა, სამწუხაროდ რა. მე გული მწყდება რა, იცი რა არის ახლა მასე რომ უდგებთ საქმესაც რომ ახლა ვინ რატო არ უნდა ჩადოს რა ქვია საქართველოში ვიღაცა ბიზნესმენმა ფული რომ ფეხბურთი გაანვითარონ და რაღაცა მე არ მესმის რა რატო არ უნდა გავაკეთოთ რა და ვიცით რომ ჩვენი ფეხბურთელებით ეს არ გამოგივა უნდა ერთადერთი გამოსავალია რომ ფული ჩაიდოს რომ ვიღაცა ჩამოვიყვანოთ იმიტომ რაც ლაპარაკობ თბილისი არის ფანტასტიკური ქალაქია საცხოვრებლად რა ვიცი, რაც წლები გადის, რა ქვია იმას, უკვე ხანში რო შევდივარ, ხო? სიმართლე გითხრათ, უფრო მინდება რა, აქი წამოსვლა რა. ეგ არის რომ ცოლს ხوار დავტოვება რა. რა ქვია იმას, ჩემი ცოლი კიდო ვიცი რომ აქ ვერ მიჩოულია ახლა, ოჯახი ყავს, ისა ყავს, მეგობრები რაღაცა ახლა მეც ახლა პრინციპში კი 40 წელიწადი იქა ვარ და უკვე როგორც ჩემ თავს უფრო უკეთესად ვზნობ ახლა შეიძლება რომ 40 წელიწადი ჩემი ცოლი რომ თბილისში რო ყოფილიყო ხო შეიძლება უფრო ადვილი იყოს მაგისთვის აქ ცხოვრება მაგრამ ახლა არ არის ეგრე თორე დიდი სიამოვნებით ჩამოვიდი და ვიცხოვრებდი საქართველოში რა არა ჯერ საქართველოს საფეხბურთო ქვეყანა უნდა იყოს აქ რო ჩამოხვიდე საქმე ხო უნდა გააკეთო სასასწორებლად კი ბატონო საქმე ნუ ახლა საქმესაც გააჩნია რა საქმეს მოკიდებ ხედა რა საქმე ისეთ საქმეს მოკიდო ხელი რომ ვერ გააკეთო ეგ არა ნუ ფეხბურთზე ლაპარაკობ თორე ახლა მეთქმა დამიფარო ზენამე სხვა რაღაცა იმას აქვს ეს იყო ინტერვიუ სპეციალური გამოშვება საქართველოს დაბადების თემურ ქეცფაიასთან ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურ მადლობა იმისთვის რომ დამთავრდით ინტერვიუზე და ასე საინტერესოდ ვისაუბრეთ თითქმის 2 საათის განმავლობაში. აჩქარა გადის ნუ. კი, მე ძალიან ჩქარა გამეცად რომ არა მეტის უფლებას ვერ მიცემ საკუთარ თავს. ვიცი რომ დაგღალეთ და თან ხენდრო მნიშვნელოვნად შევიწირე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.